საფეხბურთოს აღამოვშვიდი. ეს უახსოვს. ობოლეთს უსმენს ყველა ბიჭი. შენ განაცემ. ესპაიამ გადააწყო გუნდი და ყენიამ გააგორა ბურთი. მიდი გოლი გვინდა გოლი და მეათე წუთზე გავიტანეთ გოლი. 1-0 ჩვენ არ გვაწყობს თემურ. გავიტანოთ ერთი სწრაფი გოლი. ქართულ ფეხბურთს ავაყავთ ხალხო. მიდი გოლი გვინდა გოლი. ელია. აი ეს როგორი? ეგეთს მესმოდა. დიდი მადლობა გარისთვის შვენი. გადავ ლექსებს გიძუნია. გითხრა პირველი გადაცემა მე და ძიმამ გავაკეთე გავშეს. სადა არა ამაზე უნდა ვიბაზრო. სადა არა რო ხაზავდით არ გახსოვს. თავის გარჩევებით. თუ ვიტყუებოდე. კიდე ის გახსოვს მესაჩემი ბარსელონა გვარდიოლას მაიკო უყმაროეთ. თავარი რაც მაგად გადაცემამ გააკეთა. ტრენერები, ფეხბურთელები და სტუმრები მოამზადა. რაში მოამზადა იცი? აი შენ რომ მოდიოდი. ფიქრობდი რომ ბიჭო მე ხა ამას რომ მკითხავენ, ამას რომ მეტყვიან, ამას რომ ეშინოდა ჩაცმა რა ჩაეცვათ იმის ეშინოდა. თამაშის მერე 1-2 გადაცემა როგორი იყო იცი? თამაშის წინ წერდით იმას გუნდები ხო ერთმანეთს თამაშობდნენ ცნელს და ფეხბურთს. მერე თამაშის მერე და ხანდახან იყო ეგეთი პონტი რომ შენ რო კითხავენ აი თამაშის წინ რა დავალება მოგცა ცნელმა აი დღეს რას ფიქრობ და შენ იძახი რომ ჩვენ რაღაცა მომემზადეთ ეს დავალება მივიღეთ რაღაცა. მერე თამაშის მერე უკვე წერდით სხვა ფეხბურთს. ის იძახდა საერთოდ რა დავალება მოგცა რო ეკითხებოდა ჟურნალისტი. ან ცნელს ვეკითხებოდი რა დავალება ქონდაო და ფეხბურთელს და იყო მაგარიც ნუ ყოველთვის არა, მაგრამ აი ხოიცი აი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და თქვა ყურში რაც იყო რა ყოველს. რა ვიცი აბა ღმერთმა. ღმერთი ხალობით და რავია ბედისნებით დავდევით ყველაფერი აი ეს ვაფშე ფაქტიურად მოუშალეს. შესვენებაზე ვაკითხავთ ხომ ეხლა ესეც ეუბნება ავალები და კითხე რომ შესვენებაზე რა დავალება მოგცა ცელმა. და ფეხბურთელი გამოდიოდა ჰა ხო ის გითხარო ჯიგრით ვიწებოდი ხალხია მაგრამ იმის ახმა რომ ეს დავალება მივიღე და რამდენად შევასრულე თუ ვერ შევასრულე გამომივიდა თუ არ გამომივიდა აი მარტო ის რომ ვიბძოლეთ ბლომდე და სამი ხო ეხლა აი წარმოვიდგინე მეგობრებო ესე არც ერთი ჩვენი გადაცემა არ დაწყებულა ეს ყველაფერი ჩაწერილია თქვენი ნებართვით კი დაწყებული ყოფილა არჩი დავროდაზია დღეს ჩვენი ნოდარას უნდა ჩავარდავში რომ გავაჩირო ისედასამდეს ეგ მოხდი შენი რა აჰა მოიტა აჩი ვიცით რომ პირველი ქართული ვისკი ჯიმშერი არის ჩვენი მეგობარი რომელი საათია პირდაპირ არ სვავთ კაცო ღამე გადის ეს 10 საათზე და ჩატარე რომ ღამის 10 საათია და დაგის ხა ჩვენ ახლა ვიხსენებდით გადაცემას რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით ამდენი წელი იყო წელები კი არ მახსოვს კეცვაია წელი გავიდა ო თითქმის ხო და მე ნახე სანდამ აი რასაც ხდებოდა ხომ მოусმინეთ კარგად და კიდე რეები ხდებოდა გახსოვს ზოგი გამოვიდოდა როჯერ ფედერერის კემპკით ზოგი გაფროეშინოდა და ლაივი ზოგი მივალ მეკითხება რაღაცას ნერვიულობს რაღა ნერვიულებს მეთქე ფეხბურთზე ვლაპ ოი კაბიჭო ყოველთვის ეგეთები ვიყავით შეკიდა და მეზმა ბიჭო რა მეკიდა ფეხბურთზე უნდა მელაპარაკა და მე იცი რა მახსოვს ერთხელ შენ იცინი რა ერთი მომენტია ჩვენ მიმოხილვა გადის ჩვენი ჩემპიონატზე ტიპმა გაიწრო გუნდს არ ვიტყვი მე მახსოვს ვინც და აქ აღსანიშნავ დიმან ბაზროს რომ აქ კარგი იყო ცველს დაასწრო შესანიშნავად ითამაშა და აქ ორი რამეა აღსანიშნავი შენ ამბობ რა მაიკის გაყდაო და როლის აღნიშნო და ძალიან ცუდად აღნიშნო არა ეს და ჟორჟიკაშვილი ხო კომპიუტერი გავაკეთეთ ვიყიდეთ ბიჭო კომპიუტერი გავიდა ერთი ცალი ფანქარი იყო და ეს და ჟორჟიკაშვილი ერთმანეთს რო ართვევდნენ რომ ერთ ერო გახაზავდნენ გეუნები აი მე რო ჩვენ რომ იმას ვეძახდით სტუმარს ხარ მინდა რა ხო იმიტომ კი არა რომ მართლა ის იყო რა რომ აი ვიღაცა არა ბიჭო მანდ ხა მე ესე ვერ ვილაპარაკებ მე არა ვარ მოლაპარაკე მე ვერ ავხსნი მე ამის ხო ცოდნეს ხო აბა იმას ხوار დაუძახებდი ვიღაცა ისე მარტივად გაილექსა ხალხი ცუდად არ ვიცი წყალივით მიდიოდა მე რომ ვინმე მაგრამ ყველაზე მეძგე ასონას მაიკაეცო ძველ წინ ეწერა გვარდიოლა უკვე კი საქართველოს გუნდების მწნელს თქვა ეცვა სპორტული სტანსაცმელი იმაზე რა ქვია თამაშის მომენტში ოღონდ დაეშვათ ეწერე ინტერიან ბოტაფოგო რა ამაზე გითვლიდენ ხოლმე რომ შეგვაშითო გამოვასწრო და მე სკოჩით გადააკეთე ჩაიცვი რა ან არ ჩაიცვა სხვა რამე ჩაიცვა შეიძლება თბილისის დინამოს სვენს კი არ ეცვა მაგრამ ისე ვიძახე ეცოს ეხლა დაუშვათ ინტერის მაიკა რა მე შემი ყველა მახსოვს ის რა ეცვა მაგრამ არ ვამბობ ხო და ნუ აი ეგ აი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ეგ რომ
ჩვენ რომ კითხე მე ხო უყურა, ყველა ელოდებოდა, უყურებდა ამ გადაცემას. ეშინოდათ მაგრა. დაუჭა ჩვენ გადაცემაში დღეს ეხა არ ვლანძღავდით ხო? ნაღდათ არავის, უბრალოდ პატარ-პატარა შენიშვნების, ოღონდ რჩევის სახით ვაძლევდით, რომ აი ხوارჯობდა, რომ ესე ხوارჯობია ესე და აი და მე ისწავლეს, ნუ რა, იტო რომ უსმენს, ეგ ხვალ მოუწევს ხო თვითონ და ალაგებდა რა თავში. ტვინში ალაგებდა რომ ესენი ყველა ვარიაცი მოვლენო ეხა იცოდე რა. კითხო ეხა ხო ნუ ეს კითხვები 10-20 კითხვა რა ფეხბურთზე რა უნდა იკითხო. რა თამაშბერი ტაქტიკური რაღაცა ფიზიოლოგიური YouTube-ზე. რა მაგარი YouTube-ზე სადრამდენი გადაცემაში გავიხსენე. მაგას არ ვიცი, აგერ მეც რო შემოტოპე ამ YouTube-ზე თავიდან ისე ვიყავე მათმა დამაძალეს და ეხლა მომეწონა. ყველაზე მნიშვნელოვანი რა ხან მაგ შევეხეთ იყო რუსთავი 2-ზე, აი რუსთავი 2-ზე, იმ დროინდელ რუსთავი 2-ზე, ვითომ სპორტული გადაცემა, მაგრამ მე ეგრე კაცი ნერვიულობდეს იმ ლაივში, ესე იგი მივიდოდი ნერვიულობ. ვიზია იმაზე. რას ხორებასი არ ნერვიულია, აი ახლა ეს ხუთი და რამე არ გეთქვა მიკროფონი აქედან, ყველა იმაში მიკროფონი და ეთყობა არ ვიცი, ნუ რომ ფიქრობენ ეხლა. ეს მოვიდო და ტელეფონს დაიდებ და იქა. რამე არ თქვა ისეთი რა, რომ არა სასიამოვნო ლაივში და ეს ხათაშორის გოგი გეგეშტეს იდეა იყო თავიდან რო იცოდე რა. მახსოვს. გოგიამ თქვა რა გონებული მაგარი კაცი იყო. ბიჭო, ეუბნები, რას ნერვიულობ ფეხბურთზე უნდა რომ ცუდიც თქვა, ხო, სპორტულ მიმართულებით, იმას ხო არ ვიძახ. ხუბი რო იყო, გახსოვს რომ პრესავდე? რო პრესავდე, ეზოში რო ვიდექი. კაცმა დამირეკა. ამას ალკე ურეკავდე. მე სალკე მირეკაი, აგვინე გვარები სახელმწიფო ყველა ინტერვიუს რო დაუბრუნდე, საჯი გაგვილა. იმ ღმერთისნებით მოვიგეთ წავაგეთაც ვერ ლაპარაკობდნენ ადრე და მერე წამოვიდა. ეგ ოქრიაშვილის ბესარი დაპატენტებული აქვს მაგას. მენ დაიწყეთ ხო და კარგია ეგ ღმერთი. მაგას აღარ ღმერთმა არაო რა. აუჩი, აუცილებლად უნდა განახო ერთი მომენტი. ეს რა თამაში. არა ეგ გზაში დაიწყო რომ ღმერთის წყალობით უნდა უკვე გასული აი ეს რა თამაში შენ და ეს არის პირველი ასტონ ვილას თამაში ჩვენ რო ჩავედით ოქტომბერია ჯერ კიდე UEFA-ს თამაშობს ტრაბზონი ანუ ჩვენ უკვე იქავართ მაგრამ UEFA-ზე ვერ ვთამაშობთ იმიტომ რომ დინამო ნათამაშები გვაქვს და ახალ წლამდე ხო ზაიავკა და ერთად იყავით მე შოთი თამაშობ პირველი ჩასვლა არის ეს კაცი აი აქ ალათინა ვინც არის ჩვენი გაერეთლი ანუ დღე ჩვენი ჩასვლისას დღემდე უძმაკაცო ჩვენზე უპროსია მაგრამ ნუ დაგვიძმაკასთან რა ერთადერთი თურქი იყო ვისაც ჩვენი ქართულის ესმოდა ონც ქართული არ იცოდა ძალიან მაგარი კაცია არაჩვეულებრივი ნუ აი ერთგული და რაღაცა და ამ კაცზე მოგიყვებით აი ამ ვიდეოს ქვია თარჯიმანი რა გამორთე თარჯიმანი ქვია ამ ვიდეოს რაღაცა 5 მილიონი 20 მილიონი ნახვა აქ ეს YouTube-ზე ვნახე ამოწერი ეგრევე და რა არის ახლა აქ ჩვენ ვიცით 5 სიტყვა კარგი ცუდი გუშინ დღეს 1-2 ანუ 10-მდე თვლა ბირიქი უჯ დორტბეშ ეხა დორტბეში ვისაც ნარდი აქ ნათამაშები ყველა ვიცით და ასტონ ვილას თამაშის პირველი ტაიმის მერე ნუ მოგვადგა იქაური ტელევიზია და რა სიტყვით თამაშობს და ნუ ვიძახი რომ პირველი ანუ ბირ ისა ჰაფთა ანუ პირველი ტაიმს ანუ კარგი იყო ინშალა ანუ ღმერთმა ქნას მეორე ტაიმი ვიძახი ერთ სიტყვას ორ სიტყვას და ალათინა რა უთარგმნის იმას ოღონდ თურქულად ანუ მე რო ვიძახი რომ იქინ ბირინჯი დევრეი ეს ვიძახის რომ თქვა უფრო ვცლად რომ პირველი ტაიმი იყო კარგი იმედია რომ ჩვენ პირველ მეორე ტაიმსაც ესე გავაგდა ანუ ვცლად ჩვენ ამას გადმოსცემს ოღონდ ჩვენ არაფერს არ ვიძახით ერთ სიტყვას ვიძახი და ამაზე იყო ნუ ძალიან მაგარი გამოხმაურება რომ ეს კაცი ლაპარაკობს ჩვენ სათქმას უბრალოდ მართლა body language-ის იმითი რა რომ აი ჩვენ ესე და მე მოხდა 1-2-3 წლის წინ ტელე ანუ ჯეოსელმა რა იქაურმა ყველაზე ცნობილმა იმას სატელეფონო რა ქვიათ მაგას კომპანიამ ჩაწერა კიჭაც რო არის რა ხო ვიცი რა ნახე კაცო შოთი ესეთი მაშინ რანაირი იყო რა ხარისხი და ის არის ალათინა ანუ რა შვება შოთი შედის იმაში გასახდენში და ბიჭებს ეუნება რომ ბიჭებო თამაშობთ 4-3-3 ვაკეთებთ ამას აქეთ აქა და უცებ გადადის იმაზე ალათინაზე რა რომ ბეილერ ესეუნეო ბიჭებო ანუ და ოღონდ შოთის ახლა დღევანდელი თურქული იმისავით არის შამიძესავით ლაპარაკობს ხო ლატაობს ანუ უკვე შეუულია ყველაფერი და რაც ახლა ძალიან გამართული თურქულს ხო
იძახის იგივეს. ოღონდ ალათინა უკვე აი მაგ იმით გამოყოლი. და ბიჭებსაც უხსნის იგივე, ბიჭები გაკვირებულია და შოთიც უყურებს. ჩემი თურქულიო რითი იყო უარესი. ხოდა რაღაცა ეგეთი სცენარით გადაიღეს უკვე ოფიციალური რეკლამაა რა, სატელევიზიო რეკლამა. ისე რეკლამაში. თქვენ რო წახვედით ტრაბზონიდან და მაგის მერე ჩემი ცოლის მეგობარია არველაძეა რა გვარად თამუნა და მიდიოდნენ თუმაში თურქეთში და საზღვარზე რო შევიდე ხუთი გოგო იყვნენ დასწრებად მიდიოდნენ. ეს ტიპი გამოვიდა, ამას შემოდანია, გამოდია შენო იქეთო და აჩრიკეს და შენო დაბადებული და ესენი გაატარეს და ეს დატოვეს. არველაძე დატოვეს. დატოვეს ეს და უცებ კარი იღება და ტიპი გამოვიდა, აქეთ მოზაითა. ბაი მანქანაში ჩასვეს და ტრაპისკი და თავინა რა უთხრა? არველაძე, კიო, შოთა არველაძე ბალშოვი პიდარასტო. სულად რო წავიდა მოგუდიდა რო და ემ გოგო სიკვდილი გავათავეო ბიჭო რო გაიყვანეს და ეს და ის არის დედა ვარ, მამა ვარ, ეგეც პიზდეცი იყო, აი სასწაური ხდებოდა, რამდენი დედა ყავს ამ არველაძეს საბაჟოზე. აქვს ერთი 10 წლის წინ ვნახე ბოლოს მე ტრაბზონში ვიყავ. ტრაბზონმა ახალი ააშენე. არა, მე გეუბნები ძველს, აი შენი პერიოდის შემორჩენილი იყო. ჩვენი ხონოხა შედარება, სტადიონის შედარება არ შეიძლება, მაგრამ უბრალოდ კარგ ადგილას იყო ძალიან აი ქალაქის ტრაბზონი ხა პატარა ქალაქია რა ერთი გზა იქით მიდიოდა და ერთი გზა უკან მეტი არა ეხა შევიდნენ ერთი 200 მეტრის ზღვაში და ეს ზღვაში აშენდა ეს და თაშიც კიდე გაშენდა რა ხა ჩემ დროს იყო ალბათ 100,000 80,000 100 აი ესე დღეს ერთი 400,000 კაცი ცხოვრობს მე ყველაზე მეტად გეტყვი რა მოვასებოდა რა აი პოლონეთს რო შევუგდი აქ ეგეთი ბრედაში გაქვს ძალიან ბევრი შეგდება მარცხენა ფეხზე რო გადმოქონდა რა მე გოლები მაგ ძირითადად ეგეთი იმიტომ რომ ესეთი პიტაჩოკი გოლები რასაც ჩვენ ვეძახით მე არ ბევრი არ მაქვს იმიტომ რომ მე ძირითადად საჯარიმოს გარედან იმიტომ რომ მე უფრო მოძრავი ვიყავი თქვა ჩოთისთან განსხვავებით ანუ ცენტრ ფორვარდი ესე გამოკვეთიათ მე არ იშვიათად თამაშობდი ამიტომ ფაქტიურად მიწევდა საჯარიმოს გარედან ბევრი მაქვს უფრო ვიდრე საჯარიმოს შიგნით კი იქაც თუ შვებოდი უნდა მომეტყვები იმიტომ რომ ბოლო კი ჩამოწოდებული ჩემი გდია კუთხურიდან არა მაქვს წარმოიდგინე გოლის შეძლებული აი პირდაპირ არა შოთის ძალიან აი ჩამოვარდნი დამატებული მაქვს საკითხთან ეგეთი ბევრი ხო ხო ის რა დამთავრება კარში გატანა აი გუშინ მიიღა მილანს და იმას უყურე და რამდენი ბურთი ვერ შეაგდეს და ბოლოს ფეინალმა და არა უყურას გემერი დამთავრების ამაგას ინსტინქტი მარტო ვარჯიში ხო არ შველის ინსტინქტი ხო არა ვარჯიში კი არ ვაკლინებ კაცო მაგრამ რაღაცა ხო უნდა კონდეს აი ხო იძახიან ამ დემბელეზე რომ 10-დან 8-ს მაზავს ხო ეხლა 10-დან 8-ს ხო და ანუ არიან ეგეთები აი შოთის მაგალითად აი ეგეთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ ვანგალი და პირველი აზეთში რო წავიდა შოთი ყავდა კოვერმანსი ესეთი ორნი შოთი შეაგდო თუ სწორე მახსოვს დაუშვათ 25 გოლი და იმან 28 თუ პირიქით. მოკლედ, აი 2-3 გოლში იყო, ორმა კაცმა შეაგდო 55 გოლამდე და იმ წელს მეორე წელს რო იწყებდა და შოთის კაპიტანი იყო და რა ვიცი ხა რატო მოისურვა ლუიმ, რომ უნდა გავყიდოთ კოვერმანს. ვინ მოგყავსო შოთი მკითხა რა და ნუ ვიღაც ახალგაზრდებს ამოუქაჩა იმას. შოთი მოთხა 30 გოლს ყიდიოდა, ვარე ვიღაცა და რა ფულად არაფერი ისეთი არ გავყიდოთ. არა არ არისო მაგარი, ისეთი მაგარი როგორ შოთი უნდა მეტი რა გაუკრა 28 გოლი შეაგდო 28 გოლი შეაგდო 300 მომენტიდან ანუ ის ესე უყურებდა ანუ ბევრი ქონდა და 28 კი შეაგდო მაგრამ 300-დან ანუ რამდენად ანუ ამას უფრო კაი სტატისტიკა ქონდა ხო ხადია ესე no chance one goal ნუ შანსი როცა არა უშანსოთ ერთი გოლი აქვს ანუ ესეთი შედა არის ხო ლოგიკა ეხა მაგაში ნუ არიან როცა ერთი გაგდა ერთს ახლა 10 რო გაგდა ორს აგდებ კაია ორი გოლი მაგრამ 10 აუ შოთის რო აქ რეინჯერში საჯარიმოს გარედან დატრიალებული ეგეთი გაქვს ბრედაში შემდება ეს კუთხიდან ხო გავს ეგ გახსოვს ვინ ურტყავს მაგ ბურთს ურტყავს ალფრედ შნეიდერი მე აიაქსის მცველი იყო ჰოფენჰაიმის მცველი იყო მთავარი მცველი იყო ბარსელონას კუმანთან ხო მეგობარი ერთად წავიდა გადმოადილი ბურთი დაარტყა აცილა და ეს ბურთი აი ესე დახვევდა მე კუთხური ჩავაწოდე რა და კუთხურიდან წამოსული აქ მოვიდა ამან შუიდან დაარტყა და მე ამორბოდი და საჯარიმოს კუთხიდან სპარტა როტერდამ შევუდგა დავარტყი და საუკეთესოა ეგ რა მე მგონი ერთ-ერთი საუკეთესო ხო არა ხო და აბა რომელია შეჭოს ყველაზე ჩემი აზრით სირთულეს არ წარმოადგენს
ნუ საფეხბურთო ვიღაცას გონია რომ შორიდან რომ დაარტყავ არა არა მე არ მეშლი და უბრალოდ კარგად წავიდა რა შენ საუკეთესო გოლი რომ აი შენთვის რომელია ხო და სილამაზით თუ სირთულით მეთქი მოდი აი სილამაზით კაი სილამაზით ალბათ ერთ-ერთი ეგ არის ხო ალბათ ერთი ეგ არის ხო ნუ შორიდან სირთულით ჩემპიონატით შვეიცარიას ვეთამაშებოდით კიბზე ამხანა გურთამარ და გოლი შეგვიგდეს რა იროდიჩი და ყიფო არიან მცნელები. ნუ ყიფო არის თავარი მცნელი და იროდიჩი მეორე და ყიფო რაღაცაზე იყო გაბრაზებული ჩემზე, არ ვიცი რა, რაზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ ვიცი რა. გოლი შეგვიგდეს რა 2-0 ვიგებთ რა. და ვიწყებთ ცენტრიდან, მე და შოთი. კიბზე ცოტა სუქარია ხოლმე რა და იქით უბერავდა რა, კარგად უბერავდა. რა პატარები ვარ 18 წლისები ვარ და. ბიჭო ხედავ რომ ეს მეკარე გამოსული აშკარა ძალიან წინ და ნუ ზეიმობს ამ ჩვენ გაშვებულ გოლს რა, ანუ 2-1 გახადეს რა და რაღაცა არ ვიცი ხა რა სტინგით. ბიჭო და კარგი ასე ახალი ბურთები იყო რა, მაშინ სადღაც ბურთიც მიკვირდა წარმოიდგინე ეს. თეთრი ბურთი იყო, წითლად ეწერა, აღარ მახსოვს რა და შოთის მეურვე ბიჭო ძალიან წინ არ არის მეთქი და შოთი გამიგორეო რა. ორი გოლი ქონა შეგდებული უკვე ამას ეს ორი გოლი დინამოდან შოთი რაღა შეგაგიგორო გამიცადე რა შენ გამიკავში 10 წამი იქ ვისპორე შენ გამიგორე და მე დავარტყავ მე გამიგორე და შენ და ხო ნუ აი არ ვიწყებთ რა და მეთქი გამიგორე შეჭება დავარტყავ რა შევა თქო და ბიჭო გამიგორე მაშინ ხო ჯერ კიდე წინა კეთდებოდა პასი და გამიგორა წინ და დავარტყი და გავარჭე რა ანუ ოლ ცენტრიდან რა ვიდა წავიდა ბურთი აი კიტამ ქარმათ მომეხმარა რა ეხლა მაგ ბევრი ზარი უნდა ჩაერთოს ბიჭო გაგი გავგმეთი თორაც ეხლა ცენტრიდან მაშინ ეხლა ალბათ პელეს ცენტრიდან ვის ქონა ესე ცენტრიდან დღესაც შეიძლება რა ვიცი არა დღესაც იტანს ყველაღაც ხო აი მე მაგალითად ესე რომ კითხო ყველაზე რთული გოლები რომელია გახსოვს ის რო აგდებს ინტერის შემადგენლობაში შალკესთან სტანკოვიჩი შალკესთან მეკარეს გამო ცენტრიდან ბრა აი ესე რო ხო ადჯერ 100ჯერ 1000ჯერო დაარტყა რომ ეგ ბურთი ჯერ ამ თავის სიმაღლეზე დაარტყა და პირდაპირ შევიდეს ახლა თუ 9ჯერ დაეცა ეგ სხვა თემაა აი ესე რომ სირთულით მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული ახლა ვიღაცა მე შეიძლება თქვას იბრაგიმოვიჩის ხო ეხა იმას ესეთებია მაკრატელაც ხო რთულია მაგრამ მაკრატელა თუ ეგ შეგილია ახტე და მოადო ის ბურთს მე ეგ ბურთი საწავა მაგას რო აკეთებ უკვე იცი ხო მაგრამ გამართება იქაც იყო და იქაც არის რა ეხა ეგ რო მოგეფერება ფეხზე ესე ბურთი და შექმენ იდეა არა ნუ პაცივა ერთი პაცივა ბოჯო ხო მესმის მაგრამ ხუთი კაცის მოტყუება ხო რთულია ხო ეგეთი რთული ბურთები შეიძლება გააჩნია ვინ მოატყუებს თქო რა მაგასაც ვეძახი ეხა ნეიმარი რო და მესი თუ ატყუებს მესმის რო რთულია მაგრამ შეიძლება საერთოდ არ მოგიტყუებია არავინ და უფრო რთული გამოიყოს თქო რა პლანგზე აუ ეგ რა ხო ნუ ეხა ეგეც რა სირთულესა მოვატყუე და იქვე გაუკეთე ეგენი ოქრიმაც ათრიას მოუ არა აი ოქრიმი ბელარუსიას უგდებს ეხა ეგ ერთ-ერთი მე ვფიქრობ რომ ნაკრებში შეგდებული საუკეთესოა ერთ-ერთი თუ ყველაზე ხო აი ეგეთი გოლებია ეხა შორიდან დარტყული რომ ურტყავ უდა ძლიერს კი არიცი რომ იქ ურტყავ ეხა შენ რომ გლაზგო რეინჯერსის გოლით თქვი ეგ რომ შემოდიხარ იქ ურტყავ დანლი კუთხეს როგორ ქვია რომ შორი კუთხეში ხო იმიტომ რომ იცი რომ იქ ჭრი და რო გაისწორებ და უდარას ურტყავ და ძლიერს ურტყავ იქ საწავა ღმერთმაინც მიმართულებას ვერ აძლევ ანუ ეგ სირთულე და თუ ძალა გაქვს და კაი დარტყვა გაქვს ურტყავ რა შორიდან რა კარგად რა აი რობერტო კარლოსი რომ ამას უთხრა და იცის რომ ეგ დაარტყა დადებული ეხლა უყურე ამასაც ვია ეხლა ეგ ნაკრების მაისური რა და მოდი ბარემს თან დიმას ანამ კითხოს მალაპარაკე ბიჭო შენ ხელი გადაცემა შენაპარაკო დღეს რო აიშვილო დაგიდა მომინდა ეხლა შენ რო თქვი რა მე კინკლაძე კეცბაია და არველაძე მეც მოგიწერ მე ზურგზე შენი არ უყურე ეხლა არ ვიცი ხა რამდენი საერთოდ ეხლა არ მომდამიწყია ძებნა 4 არველაძე ნაკრებში 4-ვეს გოლი აქვს 4-ვეს გოლი აქვს მათამასდი 4-ვეს გოლი აქვს იდი აბა მოხსენით ეგრე არა უყურე რა მოხდა ბიჭო სოფლიოში არის ეგეთი ისა პრეცედენტი მე არ ვიცი რა და არა სამ ძმას არ უთამაშია ერთდროულად ხო და ისედაც მე მგონი არ ყოფილა 3 ვინ იყო არ ვიცი დებურების ვინ ვიცით ყველა არა ორი ბევრი იყო მამაშვილი იყო მედაშვილი იყო მე მგონი არ ვიცი 3 ძმა არ ყოფილა
მეგრელაძეები იყვნენ მამაშვილი. კი. არა, სამი არ ყოფილა, კაჭარავები მაგალითად. ორგალიძე არა, ნაკრებში არ ყოფილა მეგენი ერთად. მე მგონი მოიცადი იმ დღეს ლაპარაკობდი. არა მგონია. გადაცემაში რომ დინამო შეიძლება ხანსადმე, მაგრამ ნაკრებში არ მგონია. ნაკრებში არა. მაშინ ნაკრები სადიღო. არა, კაჭოსაც აქ ნათამაშები და ნიკასაც. ერთდროულად? რეზისაც არა. არა, მაგას გეუბნები. ხო და ის ხო და რა შეგძდება ეხა, მაგარი ის არის და მე ვატოზეც მინდა კითხო ის თამაშები, პენალი დაარტყა რაღაცნაირი ის არის, არა? რავი, სიამაყენებას გამიძახ, რაღაც кайფია რა. აი მე გეტყვი რა. ის სურათები ნახეთ 3 დღე ხარ. 11 მეტრიანს რო არ ტყავდა. მოგვდით? აი გითხრა რა, არაფერი რაღაცა ისეთი მე მგონი ამ ხანაგური თამაში იყო თუ არა, გიბრალტარ ხო არა, ბოდიში ამ ხანაგური არ იყო, მაგრამ უკვე რაღაცა წინ ვიყავით, ვიგებდი და ხა მაინც ქვეცნობიერად იმ სირთულის ის არ იყო რა, რომ ვაიმე ხა თუ ვერ შეაგდებდა, მაგრამ ნუ მაინც ხა 11 მეტრიანა ნაკრები დინამო სტადიონზე პირველი შემთხვევა საქართველოში ხა ჯაბამ ანუ რა უნდა ეკნა ხა მე მგონი მთელი ცხოვრება ვალი აქ რა. არა, ეგრეა რა, ხო და შედვართ რეზის მეგობრები, ჩემი მეგობრები, ნუ დინამო სტადიონის ერთ-ერთ იმაში, რა ქვია, ლოჟა თუ რაც არის. ბატონი დაგის. ხო და მადლობა. ეს რო დაიდო ეს 11 მეტრიანი. ბჭო მეთქი, აი არაფერი ხო ნუ რა მე 11 მეტრიანის მეტი რა და გავიგე, მაგრამ ეხლა მაგ დროს მე ეხლა ხო ჩემი ძმისშვილია, შვილი ხო არ არის. ბჭო მოვკვდი კინაღა. მართლა დედას გეფიცები დავიბრით, აი ისეთ ცუდად ვიყავ, მაგრამ ყველაზე მთავარი რა. რეზის ყავს ერთი მეგობარი რა. რომელსაც ეძახიან თარს რა. ონც კაი გაგებით თარს. ის ფილმი როა, ტრუხა. რომელი თარსია, ის შემოვა სადღაც და უცებ მაგიდან დავარდება ბოთლი გაწყდება. ისეთი თარსი კია ხო აი რაღაცა მოიტანს დისკო შეუყეთავ რაღაცას დავარდება ხალხს ეს რო იჭიტება ხო ან რაღაცა მსგავსი ხო და მანდი ხო უცებ რაღა არა ხო ურთხავს პენას და მე და რეზი ესე ჩახუტებული ნახევრად რო არ უყურებ და ნახევრად ესე გავიხედე იქით ეგზის შემოდი კარი გაიგო გამო ვიპის ოთახი შემოდი ეს გადმოხვედი შეჭე გიჟი ხარ და ანუ შეაგდო აუ იცი აჩი გულწრფელად უნდა გითხრა რა შენ შოთის და რეზის რო გიყურებ პირველი რაც მახსენდება ბავშვობიდან ნაკრებიდან მოყოლებული სუფეულა მახსენდება რატო არ ვიცი რა ანუ ასოცირდებით აი შეხარ ტიპაჟი პოლიტის მე კომპლიმენტს გეუბნები შეჩემა ეხა აი ხვედელიძეზე გახსენდება თუნდა ხო იცი რა ელექტროხული ამ ყველაფერს ეხმარება ის ისტორიები რასაც ყვებით ხოლმე იქ ბავშვები იქ ხვედელიძე როგორც იქცევა როგორი ფანატიკოსი და როგორი ფეხბურთსაც მე ყველაზე მეტად იქ გუნდები მე იცი რომელი ისტორია მოწოს ყველაზე აი ოღონდ უცბედად აი შედარ დამამთავრებული ახლა მე იმით რომ გაიქცე დერეფანში რომ გაიქეცი შენ თუ გაიქეცი თუ ის გაიქცა არა ეგ არის შენ მაგას ხო მოფიქრება ხო უნდა ბიჭო ქირურგმა რო დაინახა რომ ორივე ფეხით რო დერეფანში რო კაწრავდა როგორ არ დაგე შენ გაიქეცი თუ შენ არა მე როგორ გავიქცე შენ იცექი ოპერაცია მე ვიცექი ეგ აი ამ გერმანიის ოპერაცია შოთიმ გაიჩაისო აი როგორ არ დაგეზარათ პროსტა აი მაგის ჩალიჩი რო გაიგის გაიყდა მაგაი რა გახდა უნდა ეს ხო იცი ესეთი გასაყრელი ეგ იყო და შინა იყო გადაღებული როგორ არ არის ხრიწებზე შინა რო იყო რა შინა პარკით მოდიოდაო ხო ხო და ნახე რას მეგობრებო ეს არტისტულობა რა ტყუილად არ მithkos ფილმებშიც ხარ ძალიან ბევრში გადაბელში რა კახისთან და რამაზასთან ერთად ხარ მე როგორც უკარაჩაში ციყავი და უკარაჩაში დაიდაჩება დაჩეხა მე და ამოკვდა ხო მანდაც მე იყო ისა რა ქვია მარტო ხელა მონადირეში რატო ამოგზავნე რავი ეთყობა სადღაც მე ზედმეტი იყავი რა ეპიზოდი იყო აი ქუჩის სცენები იყო ხო აი ბავშვები რომ ირბიან მორბიან ქუჩაზე არბიან ჩამორბიან კუკარაჩა მოკლეს მაგრამ შეხება ქონდა ის მაგარი იქ რამაზისთან და კახისთან ხო ნუ ეხა მაგათთან ერთად ისედაც ეგ არის სამი ცხელი ზაფხულის 3 დღე ხო მერაბ კოკოჩაშვილის ხო ნუ ჩვენი მეზობლები ვართ ჩვენ საბურთალოზე სადაც ცხოვრობდით ელი ბავშვობა და ნუ გვიცნობდა ეხა რა ეს მაგის ხელში გავიზარდეთ რა
ბევრად უფროსია რა თქმა უნდა და იღებდა და ნუ ეთქვა მაგ ეპიზოდში ბავშვების პირველი მოვიდა ეგაზად. ყველაზე მოусმენარ შენ იყავი ბავშვობიდან. თუ შოთი თუ რეზი ყველაზე ჭკვიანის იყო და დინჯი. თუ არა ხა მოусვენარის რა გითხრა, მაგრამ ნუ ალბათ ჩვენ უფრო წეტები ვიყავით და ესე მე ვიცი დედაჩემისგან რომ სტუმრად რომ ეგენი არ წამოიყვანა. ხო და მაგას ვაპობე უკვე ნაკლი ცოტაა ეგა ეგენი არ წამოიყვანა. ეს დედაჩემის მეგობრები ну, რა თქმა უნდა, ეხლა ყველასთან შენობით უკვე და ძალიან მიყვარს და ძალიან კაი ესეთი თბილი ურთიერთობა მაგ და ძალიან კარგი მეგობრები ყავს, აი მეტი რო არ შეიძლება ხო მამასაც და დედასაც და ამ ეხლა ამ დედაჩემის მეგობრებთან ძალიან გაცნილი ურთიერთობა მაგ და ძირითადად როცა ჩვენ ჩამქში ვისვენებთ ხოლმე ზაფხულში 1 სექტემბერს დედაჩემის დაბადების დღე და იქ იკრიბებიან ყველა რა, ეს ტრადიციულად ესე გვაქვს ხოლმე და ну ყველა გულოცავს ჩვენ რომ ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რომ ეს ჩვენ დედაჩემის ეს შევიკრიბოთ და იქ შეიკრიბონ და იყვნენ და ხარი რომელი იყო რომ იცახთით ეგეთი არ მოიყვანოთ თქვენ არ მოიყვანოთ აჩი ბაგმუღამ შენ ბავშვობაში რო ფეხბურთს თამაშობდით უბანში და აი დღეს აზიანებს ხედავ რაღაცებს აი რო გადი კი დრო ვაფშე სხვა დროებაა მაგრამ აი ხვდები ხოლმე ეგეთი მას რომ აი ვერ გაგახსენდება ჩემი ადით ვერ ხვდებიან ჩვენი შვილები ჩვენ რა ბავშვობა ქონდა ანუ აი წარმო ერთი წამირო 1 საათით რო ტელეფონი გამოართვა ну შეიძლება ისტერიკა დაემართოს რომელი აი 1 საათით ინტერნეტი რო გამორთო ან ტელევიზორ ან არის ატარებიც ეგრე არიან ის აჩი 10 წლის ბავშვები რანატრაც მე 28 წლის ვიყავი ტელეფონში რომ პირველად ჩაიტვირთა ჩემ ტელეფონში ინტერნეტი სმარტფონი რო გახდა ანუ არ ვიცი ახლა მაშინ ვერ სკაიპი რო დედაჩემს ვერ ურეკავდი მამაჩემ $9 ღირდა თურქეთიდან რომ დაგერეკა როგორ ახარ გადავსწრებდო და ოგო ყველაზე ცუდი რა იყო იცი რომ წუთს ითული წამით ანუ წუთამდე გინა 10 წამი გელაპარაკია გინა 40 მაინც წუთი იყო და თუ წუთს გადაშერდებოდა მაინც ბევრი ფული იყო რა ეხა არ იყო მაგდენი საშუალება რომ თურქეთიდან გელაპარაკა ყველა მოგეკითხა მაგრამ ნუ კაი სახში დაარეკა მაგრამ მარტო სახში ხო არ გინა ვიღაცასთან ო რა ეხა შტაბეშტილება გაუზია რომ ამან პარიზიდან დამერეკა და სექსშოპთან გაიარა და იქიდან ჩვენ მახსოვს როცა გერმანიიდან იმით ვეკავდით აი ხურდა მონეტებით ხო შენი დედა ცოტა ხანი გააჩერა აბა ეხა ზემოშოთი ჩართავ არა ხო და მინატრია ბავშვობაში ხოჭი არო ხარო ასადგომი ხარ და დაწექი დაიძინე იმიტომ რომ არ გაჩვენე რა უნდა გეჩვენე თვეში ერთხელ იყო ის ფეხბურთიც მე რა თვეში ერთხელ იყო ფეხბურთი შოთი თორე პირველად დაუძახეს იმასაც არ გაყურებინებდა იმიტომ რომ გვიანი იყო რა და გინდოდა და რამდენჯერ მინატრია რომ არსებობდეს რამე პატარა ჩავთობს ლოგინში რომ ჩართო და თუმად უყურო და იხურო და აქ უყურო და ჩვენ ძიძა ყავდა მედაშოთის და კარებს აი კი არ მოგვიხურავდა ბოლომდე და ამ კარიდან ნუ აი რა ჩანდა იცი ხმა და რაღაცა ეკრანის წვანე ის რომ არ გაყურებიებ დედო ნუ პატარები ვიყავი და გვიანი რო იყო ხა სკოლის სკოლაში და აი და ისა და ეს და სუ მინატრია რომ აი რამე ეგეთი მსგავსი არსებობს ნუ ეხა თამაშზე და ზარულიომზე ხო ხტები ეს იმებში რომ დავდიოდი და ესეთი იყო გახსოვს შეგიერთებინა ხო მე მქონდა ეგა შავთეთრი რო იყო წყილებიც იყო წყილებზე გადართვა შეგელო მაგაზე ნატრულობდი ხა ეზოში რომ გადავიხედავდით და ნუ ერთი ველოსიპედი და სტადიონი მეგობრებო გამოვიწეროთ არ გვითქვამს დიმა რომ გამოვიწერეთ ჩვენი ბილი ბარკის პაბში ირლანდიულში და ეს არის კოსტავა 77 იდეალური გარემოა მეგობრებო ფეხბურთის საყურებლად თან დღეს ჩემპიონთა ლიგა მაგრამ ეს რო გავა ჩემპიონთა ლიგა უკვე შეიძლება ფინალი იყოს ებიჯო შაბათ-კვირას არის თამაშები მოდით და კალენდარული მე მიყვარს ეს თქო კალენდარულ მატჩებს დაესწრეთ უყურეთ ლა ლიგას და ასე შემდეგ ძალიან მაგარია აჩი ფეხბურთზე გადა შეიძლება მინდა რა შეიძლება სულ შელაპარაკოს სულ შელაპარაკო მე ხმარა მომიღია დღეს და პირველად იგებ 10 0-ს მე ისა დიმა პირველად გავიგე რომ მე სადმე ვარ და ვინმე ჩემზე მეცლა მეს არავინ არ ლაპარაკობს და იცი რა გიტყვი რა ჯერ ეგერთიც მაგარი მოსასმენი და შენი ისტორიები და მაგიტომ და ხელი გააჩერე ბიჭო რა გჭი თვალში გადაცემა თვალში არატაკო რა არის ეს რა წესია ეს მეორე მოსვლა არ მოერიდება მეთქვის დიმა შენ და აჩის ყველაფერთან ერთად
მე ერთხელ ამის გადაცემას უყურე YouTube-ზე, რეზო ძოძუაშვილის პაროდია გააკეთა. ვაიმე, პაროდია შენ საკეთე, რატო არა? არა, მაო ძოძუაშვილი. ჯამას ბიძიკო, რა, ერთ-ერთი იყო, ამას ბიძიკო აგური აქვს და ისეთი მაგარი იყო. მე გაგზელე? მე ვერ ვაკეთე. ბიძინას პაროდია გააკეთე ბარათაშვილის. ძუძუნა ბარათაშვილის. ეს აკეთებს მაგარს. ბიძინა კაცო გაუმარჯოს. რატო ამრია ხა უცებ? ძოძუაშვილის ისტორიები და ძალიან ბევრი მოყოლილი. აი რეზისაც მოუყოლე რომ ფანატიკოსი ფუტბოლის რა. ძა, ხო? იქაჩა ოქრო კაცი. და ეგ ნაღდია თუ გადაობის პუნჩი გაქვთ დათქვამი რა ქალაქს თუ გავწდებოდი ჩემ ადგილობას მე ამ ასახელებდა. არა, ეგ იყო მართლა ცნობილი, ანუ ძალიან კაი დინამო იყო ხა ალბათ. კი, კაცო საოცარი. ვინცასაც არ უნდა. უბრალოდ უნდა აიღო და სახელები დაგეწერა რა. მართლა კაი 14 კაცი ნაკრებში ვიყავით. ალალა თუ ძახი რა სპეციალურად ერთი ქუთაისიდან და ერთი ბათუმიდან ну შეიძლება ერთი რუსთავიდან დაემატათ რომ უბრალოდ არ ქმოდა რომ ვიღაცა დავიმატეთ რა თორე შეიძლებოდა რომ მართლა არავინ არ დაგემატებინა არსაიდან ისეთი კაი დინამო იყო რა ხო და ნუ ხო ჭირს რა რიგრიგობით და თუ დაგიძახებდა თამაშისი აი თქვა შვიძია თამაში და პირველის ნახევარია და გეძა ესე იცოდა ხოლმე რეზი უნდა გთხოვოს რომ შენ ახლა დღეს მენსა ჯამარა რეზი გიო გელა ნუ 5-6 კაცი იყო 3 ადგილზე და ნუ ერთი უნდა ასე იგი დაცვას მიხის უყვარდა რომ აი ამ 6 კაც არ შეეხოს იმიტომ რომ ვინც წინ გარბოდა და უნდა ტარი 4 კაცი ვინც უკან იდგებოდა ისე რომ ეს წყარად ყოფილიყო ეგ უნდა ყოფილიყო და იმ დამცველებს ვერაფერს ვერ უშვებოდა იმიტომ რომ ნუ ესენი სუწინარია და არ ხო უნდა იყოს ვიღაცა იქ ამ 6 კაცი ორს უწევდა რიგრიგობით თამაში ნუ აიყვნენ ისეთებიც ვისაც უთამაშობდნენ ხო და აი ამ 4 კაცი ორს ასვენებდა ხან ნემსას თხოვდა ხან ეზის ხან ჯამარას ნუ ხო ზოგს ჯერ ერთი განჩას და სუდა მოვიწე ხო ანჩაცი იყო ხო და წარმოიდგინე ვერ ხვდება რა ხა ნუ ვერ დაწერა ანჩაც რა მაგარი იყო ხო და ნუ ესე რიგრიგობით ვიღაცას ეძახდა ხა დღეს თუ შენ დაგიძახა ხვალაც ხო არ დაგიძახელა და ესე რიგრიგობით და ერთი ორჯერ ხანდახან მე გადმოვიდა ჩემზეც რა და მე არ მივდიოდი არ მოვალმე არა შანსი არა და მე ხარ ასე მე მქონა გაცთენილი ამ ჩემი ფეხის გამო რა დიდი დრო და მე ვეუბნებოდი მე პირიქით ჭირდება რომ ვერ მე კი რომ აზე მოვიდე და მე დამანებე თავით ხო და მოკლედ ეს ქონდა რა და მე ნუ ხანდახან უკვე რო გამოუვალია რა რო არ მიდიოდი გაყენებ და მაშინ თუ არ მიხვიდოდი გაყენებ და აჭრიდა კიდე ერთ კაი ამასაც მოგიყო კი მოკლედ ბევრია ერთი ხან ეზის ხან ნემსას ხან ჯამარას ხან ანჩას ხან ხა გიოს ვერ იო მონაცვლეობი ხო და დაწერა ერთხელ მოკლედ ერთხელ რო ნახა რომ ვერ ეძახის ვერაფერ აიღო უბრალოდ და დააყენა როგორც დააყენა მაშინ როგორ ხდებოდა ბაზაზე შევდიოდით ოთახში გამოაცხადებდა ძირითადის შემოდგენილობა და ანჩენი ხარ სკამზე ხარ და მიდიხარ რა სტადიონზე რო წავედით სტადიონზე ეს გაბრაზებული 2-3 კაცი არ წამოვიდა რა თქვა რომ მე არ წამოვალ ვარ დავждები სტადიონზე და არ აუ რა საგიჟეთი იყო რა მივედით ახლა იქა და ნუ თქვი მივხვდა რომ ახლა სიტყვაზე 20 კაციდან 17 მივედით ეს 3 კაცი თუ არამას 18 კაციდან არ არის ნუ ახლა თან ათხოვს რომ რატოც არიან გაბრაზებული ხდება რომ უნდათ თამაში ხა ისეთი ის არის მიზეზი რომ აქ ახლა გუშინ რაღაცა არ მინდა და თქვენთან არ მინდა ეგ არ არის აი კონკურენციის თვალსაზრისით ბოლომდე გაბრაზებული არის მაგრამ აი თან მოწონს სიტუაცია გულის სიგნეზე რომ ესეთი კაი გუნდი ყავს და ეს დაპირისპირება არ არის ის დაპირისპირება არის უბრალოდ კონკურენცია ნუ ჯანსაღი ხო რა ეხლა მეორე დღე მოვიდა შემდეგი თამაში ნუ ხო გამოაცხადოს რა ფიქრობს რომ ხა რო გამოაცხადო კიდე და გზაში წავედა დაიცა შოტიკა უეჭველია კინკლაძე ის და აჩიკა და ზევიდან დაიწყო ზევიდან ქვიტაღარა ნაგდი რა და უცელი დანანჩეს გეტყვი იმიტომ რომ ეხა იქ რო წამოხვალ მაგარია რა გასახტეში გაიქთი ჩაიცმევ ყველა ეხა ნუ მაიკას არ იცმევ მარტო რა აი ნიჭიერი კაცია ეგ მე ეხა იქ რო გამოგიცხადებ ნახევრად გადაცმული ხო აღარ გაიქცე ეგ ძალიან მაგარი ამბავია მოდი ეხა ჩვენ აკრესაც მივხედოთ ცოტა
და ამბებს რა ამ რაღაცა ეხა ევროპაზე კიდე უკვე სულ ლაპარაკობთ ხოლმე და გასაგებია ყველაფერი ემოციები ყველაფერი ვიცით ნახეთ ძალიან დიდი ხანი იყო ლაპარაკი რომ აი შოთას მერე ფორვარდი აღარ არის და დიდი ხანი წლები მიდიოდა ეგ ლაპარაკი და არა იცი რამე და აი ხა მიქაუტაძეს თამაშე დამთავრე ერთამი რა ვა შეიძლება მე მიქაუტაძე არის რაღაცა ისეთი არის რა მიყვარს ბომბარდირი რაღაცა ამაგარი ტიპი არის არა ეხა არის პრობლემა არ არის მაგრამ ნუ ისეც არ არის ეხა 10 ფორვარდი ყავდეს რა 10 ფორვარდი ნუ კაი 3 მოვიკლავ რომ 3 არ ყავს ბრაზილიას 200 მილიონი ქვეყანაში არა ეხა მაგრამ 3 ფორვარდი რა არც ერთ ქვეყანა ჰალანდი რო არ არის ნორვეგიას არ ყავს იმას შვედეთს არ ყავს არ ვიცი ინგლისს არ ყავს კეინი რო არ არის კეინია ეგრეა რა ხა 3 ფორვარდი რო არ ყავს ჩვენ ხა კარგათა ვართ ვაკუთხით ხო ნახდათ ეს მიქაუტაძეზე მინდა რა აი უცებ ხო 2 ბუდუდა ეგა და კიდე ხო ხა ქვილითაია რომელსაც ცოტა ნაკლები უწევს ეხა ხო ამბიციები აქვს არა ხა არიან რა დღესდღეობით ჩვენ ვთვლით რომ არ გვიწევს აჩი თან რაღაცა მე მგონი დაიძრა ისევ ხო აი ევროპაში ფერმუტელების გასვლა კი არა გადავსახდით ხო უკვე გადავიდით აი თქვენ დროს რო იყო ხო ადრე ვიყავით ჩასახლებლები ეხლა გადავსახდით აი უყურე ეგ ფენომენი რა ეგ ფენომენი ჩემთვის მაგარი რთული ამოსახსნელი იყო ყოველთვის თქვენ შიდა ჩემპიონატიდან წახვით ყველა. თვათ ყველა არა. ბიჭო, მე როგორ ეხა უმეტესობა რა. კაჭარა, მე ჩვენი თაობა ხო? 13-იანები ყველა აქედან წახვით. მაგრამ უფროსები ეხა მაინც დუბლები ნათამაშები, ცოტა საბჭოთა კავშირის პერიოდი ნათამაშები, ქეცვას ნათამაშები ქონა, რეზის ნათამაშები ქონა, კაჭარავას ნათამაშები ქონა, ცხადაძეს ნათამაშები ქონა, გიაგუროს ნათამაშები ქონა, უფროსები გამახსენე კიდე. ნუ ალადიადან ზოგიერთიდან კიდე. ნუ აი ხო ყაველაშვილს მოუწია, ცოტა ჯამარას მოუწია, ცოტა ნემსას მოუწია, მიუხედავად იმისა, რომ ეგენი პატარები არიან. ეს გზა ეხა გაჭრილია რა. ეხა უყურებ ჩვენ. ანუ ეხა უკვე თან ადვინიც არის ხო შედარებით. აი უყურე ეხა მე ვიცი რა ნახდათ ეხა რომ მაგ თემაზე რო დავიწყოთ ლაპარაკი, შენ სიტყვი რომ ერთ ლიგა რო ყოფილიყო თქვენი ნაკრებიც. არ ვიტყვი ეგეთ რა. არა, ამას ამბობენ რა და ეხა მე ვიტყვი იმას, არავინ არ იცის რა იქნებოდა, მაგრამ ერთ ლიგაზე ჩვენ ძალიან უფრო მეტი დიდი შანსი გვექნებოდა ვიდრე მარტივი მაგალითია აი ამ მეორე B კატეგორიაში რანაირი შანსიც აქვს ეხა ამათ იმაზე ძნელი ორჯერ შანსი იყო გასულიყავი როცა იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ესპანეთი არა, ორი მკვლელი გუნდი ხდებოდა ყოველ იმიტომ რომ რეიტინგი ქონდა დაბალი და კაცი იყავდა ქვემოთ რა. ერთა ლიგაში ძალიან მარტივად გავივლიდით, მაგრამ მგონია რომ გავიდოდით. იმიტომ რომ ის შესაძლებლობები რაც ჩვენ მქონდა, ეხა გაცილებით უფრო გამარტივდა მაგ ერთა ლიგიდან. საკლუბო ფეხბურთი. ჩვენ ერთ თამაშს თამაშობდით მაგრად. ერთ თამაშს თამაშობდით ცუდად, ერთ თამაშს თამაშობდით საშუალოდ და იმ საშუალოს ვაგებდით. აი კარგად თამაშები ბევრი წაგვიგია. მე არ მახსოვს რომ ჩვენ ნაკრებს, აი ამ ნაკრებს, აი ამ ბოლო რამოდენიმე წელია, კარგად გვეთამაშა და წაგვეგო. ფაქტიურად არ ყოფილა. აი ხან და ნაკრებზე გო? ძალიან იშვიათია რომ აი ვარა მაგრად კარგად. აი თავერო და თურქებთან. თურქებთან თურქებთან რა გინდა ხო მაგრამ ისე ხარ არა ნუ კაი კიდე მითხარი ერთი აი მეტი აღარ არის ისე ხარ ფინალურ ეტაპზე აი ჩვენ რო შვედეთს მოვუგეთ ბათუმში ხო ეგეთი თამაში ჩვენ არა ეგ უმაგარით ამ ყველაზე მაგარი არა იმათ მარა 2-3 გოლი კაცარიელ კარებიდან ნავალოვსკი რა ვიცი და კი მაგრამ კაი ჩვენ ვაგებით მაგ თამაშს კი ვაგებით მაგრამ კარგად ვითამაშეთ ლორიანას ბევრი თამაშია თურქებთან ბევრად კარგად თურქებთან ძალიან მაგრად აი ჩეხებთან რო ვითამაშეთ აუ იმის თავი თამაში ჩვენ არ გადაგვირჩენია ქულა რო იქა პორტუგალიასთან ჩვენ თამაში მოგება შეგვედო კიდე ჩეხებთან პორტუგალიასთან თამაში მოვიგეთ ეგეთი თამაში ხა ჩვენ არ მოგვიგიათ ხო და რატო გეკითხები ხო და ეგრეა აქ ბევრი მიზეზია ნუ ვერ იტყვი რაღაცეები გუნდური ცოტა ყისმათი ზოგადი მდგომარეობა მეკარე დაცვა სადღაც თავდასხმელმა ანუ ჩვენ კარგი გუნდი ვიყავით კარგად თამაშობდით ვიგებდით კარგ გუნდებთან მაგრამ უცებ აი რაღაცა დაგვემართა აქ მნიშვნელობა თუ არა იმ აღდგენას იმ წამლებს იმ პირობას იმ კვებას იმ მაშინ ძნელი იყო და ეხა მოსატანად კეცმამ თქვა რა სიტუაცია ქვეყანაში
გარემო ყველაფერი მოქმედებდა სტადიონზეც კი ჩაცმული ადამიანი შავებში სულ დროშა არა ჰიმნი ანუ როგორ არა განწყობა დღევანდელი განწყობა გულშემატკივრის არის საზეიმო ჩვენი იყო ტრაუმა წვენა ახლა წვენას უნდა გითხრა ერთ გულახდიათ არასოდეს არც ერთ გულთან მე პირადად არა ხალხის ვიზახი ხალხის ხო და ანუ ახლა რაწვენა ქონდა გერმანიის წინ ვისაც არ მიაჩეჩებდი მიკროფონს სამეთროს ვიგებ და ინგლისთან კიდე ვითხოვე ეგენი მე მგონი იტყუებოდნენ რას ამბობდი აჩი რწმენას რაღაცას ანუ წმენა კი არა შინაგანი ჩვენ თამაშის წინ არც ერთხელ არ მომსვლია თავში ის აზრი რომ ჩვენ რომელიმე ნაკრები მოგვიგებთ აი არა მაგ არც უნდა მოგდიოდეს თავში გერმანიასთანაც გვეგონა რომ მოვიგებდით იტალიასთან არ მქონა შიში თორე ჩვენ თამაშობდით მიდიოდა თამაში არასოდეს არ მჯდარვართ კარებში არასოდეს არ ყოფილა 25 ისა კუთხური ჩვენ კარში და არა ჩვენ პირიქით იყო ანუ ვაგებდით 5-1 სუპო მოყოლილი მაქვს ავსტრიაში რო UEFA ვითამაშე დინამოს თამაში 5-1 წავაგეთ იმაში ტიროლში ბიჭო უტევთ რა უშვებთ უტევთ 5-1 წავაგე და მეგონა რომ მოვიგეთ თამაში პირველი ტაიმი იყო 3-1 ვაგებდით 3-2 კიდე გშველოდა რომ საქმე მოგებული ქონა 1-0 და მერამ შემოდის ჟორდანია იმაში გასახტერში და ბიჭო გავხევთო ეხლა ამათ შეაგდეთო პოსტა გოლიო და 5-1 წავაგეთ ანუ თამაშით გადავჯერეთ ეხლა ნუ რა სისულელეს ვიძახი ხო არა სისულელეს არ იძახი ეხლა რა მომენტები გავერხა ვიღაცა რომ ისმენდეს სისულელიაო არ გადის 5-1 თამაში წავაგეთ თამაში ისე დამთავრდა რომ ჩვენ გვეჭირა ბურთი ჩვენ უტევდით და ჩვენ გოლს უშვებდით ნუ წარმოდგენა ამ დროს შეიძლება გააგიჟდე ბიჭო აბა რა იქნება გინდა ამ დროს შეიძლება წითელი აიღო უნგრეთში მახსოვს ეგეთი თამაში 4-1 წავაგე თუნდაც ეს პოლონეთის თამაში რო ვახსენეთ ძალიან ბევრი ეგეთი თამაში იყო რომ უტევთ თამაშობთ არაფერი ბრაღ გოლი კუთხურიდან ბრაღ ბოლო წუთე პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გვაქვს ალბათ 1-20 გოლი გაშვებული მეორე ტაიმის ბოლო ეგ ხა გაჩერდი ეგ გამოთქვაც იყო რომ პირველი ტაიმის ბოლოს უეჭველი უნდა 53 წუთი რო იწყება და თვალებს ხუჭავდი 20-ს ვიწყებდი მიხი ჩავრო უთხრა ტიფოს ხო იცი შინიქში რო წავიდა სნელა შინიქში არის ყოდაში კი და ნუ ეხა მაშინ ფანისედაც ეხა რუსეთში ხო სულ რაღაცა მოკლედ საჯი გასვლა იქით აქე და ნაკრებში როცა მუშაობდნენ ერთად რაღაცა ლაპარაკში იძახის დავიდიჩი რომ მიხიჩო რა მჭირსოტო არ ვიციო ბოლო წუთებზეო უკეო ერთი მეშვიდე მერვე თამაშია ბოლო წუთებზე უშვებ გოლსო რა და იქევა რამე მირჩიო ხე დაცვითი თვალსაზრისით ეკითხება რა და ნაკიფოს ესე უყვარდა ხოლმე მიხიჩოს გადაუგდება რომ ვითომ ეს განაწილებულია შემოქმედებითი შენ უფრო დაცვითი და რაღაცა და ნუ ეხა მიხიჩა ის არის რა ქვია ჩაიგდო ხუთი არა თან ჟული რამეს ათახლებ თუ რა და ეს ესე ტუჩევი და კითხება რომ მითხარიო რამე მირჩიეო რა გავაკეთო და მიხიჩას მეტი რა უნდა და მერე შეჩემა რა უნდა მაგასო და ეხლა მან იფიქრა რომ რაღაცას მეტყვისო თავდასხმელი ისა გაიყვანე დამცველი შემოიყვანე მოხსენი ის შეიყვანე ეს და უთხრა ნუ ხა თან საჯებთან მიმართებაში რუსეთთან მარტივ მიეცი მერე საჯფული ეხლა ნუ საჯირო რაშო 1-2 წუთი ადრე დაამთავროს თამაში და აღარ გავუშვებო რა როცა შენ გონიაო რომ ბოლო წუთები დაამთავრებს რა 97 წუთი აუ მე ვიცი რომ მე ისტორია მევასე ბაჩი შოთი მომიყვა ვიცი რა ქვია ლექტორთან რო ყიფიანზე გამახსენდა ლექტორი არ გვიწერდა ხო ინფორმატიკის ის ქონა გამოცდა რა და უნივერსიტეტში ახლა ესე ხო ინფორმატიკა როგორი სასწავლებელი ვიცი გამახსენდა ხაზავთ დავდივართ ამ ვაბარებთ ამ ჯერ ნახაზებს მე იქ მათემატიკა მე ისა მე და ნუ ინფორმატიკას ვერაფერს ვერ შვებთ ხო და ნუ ხა პასუხისგებლობა მაღალი გვაქვს რა მშობლებთან როგორ ახლა მას ვერ აკეთებ რა ქვია ვერ აბარებ იბა კურსზე ხوار დავრჩებით დავდივართ ახლა ვეძებთ ამ გამოსავალს რა ნუ რა მხრიდან არ მიუდექით ამ კაცს და ნუ ხა ის პერიოდია უკვე რომ დინამოში თამაშობთ მაგრამ ამ ეს რექტორს მაინდა-მაინც ამ ფეხბურთზე დიდად გადარეული არ არის რა და ეხა დიდად თუმცა იცის ვიხართ არა ნუ იცის რომ ფეხბურთს თამაშობთ მაგრამ ნუ აი გონია რომ სადღაც თამაშობთ რა არც ალია ჩემთვის აქ ქუჩაში დადი
ხო და მოკლედ ყველაფერი უცადეთ რა და მივედი დავიჯდა რა მეთქი ესეთი პრობლემა გვაქვს თქო და ნუ თან ეს ვითომ ჩვენი იმითი რა ქვია ვაზვიადებთ რა რომ აუ და მე სახი და მე აქ უკვე კონცენტრირებას ვეღარ ვითომ ვითომ ვიკლავთ ეხა ყიფო მეტი დარდი არ ქონა რომ ჩვენ ეხა იმის დარდი გვაქვს რომ ინფორმატიკა ნისასადაგით და მე 15-ზე მოვალ ვარჯიშზე და არ ვივარჯიშებ კარგი ამოთქო რა მიყვევით ნუ რაღაც ეხა თანევას მოერასვნია რომ ეხა ერთი გადარჩენა შენ ახალ მეთქი რომ ამოიწურა ყველაფერი და ნუ გავიგეთ ახლა მისამართი სად უნდა მივიდეთ ასე და ნუ დავითანხმეთ რა მაგარი საქმე არის ახლა ყიფუცაიფანო ხო საქმეს ჭირდებოდა საქმესაც ჭირდებოდა უარსო მე წამოდი რა მე შანსი არა გვაქვს თქო რა ხოთაშორის გავრილიჩიც იყო ერთხელ ვოვა კი ვოვაც გავიკეთა ერთი ორჯერ მსგავსი რაღაცა ძალიან და ვოვა პირდაპირ უნივერსიტეტში ხო და აბა სახში მიადგეთ ამა? აბა სახში ხო და ნუ აი თან არ ვიცით გუნა გამოვჩდეთ ჩვენ არ უნდა გამოვჩდეთ მარტო ეს მივიდეს ესა და ნუ ეხა თან მარტო ეხა ხო არ შევაჩერჩებთ კარებში რა ყიფოს და ნუ დავრეკავძარ და არ ვიცით რა რა ვქნა ხელი საწავიღო ფეხი ეხა თუ რაღაცა და ნუ ერთი დგას რა ყიფო ნუ რა უნდა ქნას ეხა ყიფიანი მოვიდა რა კარებთან ვაფშე წარმოუდგენელი რამე ხდა გაიღო რა კარი და ეს დგას რაღაცა ისე სახლურად ჩაცმული რა ხო და ნუ უყურებს ყიფიას რა. ბიჭო, ნუ ხა ასაკში იყო ის კაციც რა, ნუ დათოზე უფროსი იყო ალბათ, ნუ 65 წლის შეიძლება. ეს თამაშები ნანახი როა. ყიფო იყო ალბათ 45 რა, ხა ჩვენ რო 18 არ ვიცი რამდენი. ალბათ რა ეს 43-44 წლის. ყიფიანი ეს 60 წლის ჩვენი რექტორი და მედაშოთი აი გაჩხინკულები რაღაცა ვდგევართ არ ვიცით ეხა რას გვეტყვის რა და უყურა აი ხო იცი პაუზა გზელდება გონიას ერთი წელი გავიდა ხო და უცებ აი რაღაცა წამებში მაგრამ შენ რო გიგძე და თქვი რაღაცა და უცებ რომელს მოგაფიქრდათ რომელს მოგაფიქრდათ აუ ვიფიქე გადავაგორეთ ანუ ყიფო რო დაინახა ნუ მიხვდა ეხა რაზე მივიყვანე კარგალკა მომეციო ხარეთ აუ რა გაუსო ხო და შევედით იქა და არჩი რომელს მოგაფიქრდათ მეთქი არ დატოვე კაცი ქვეყანაზე ყველა ყავდა შევარნაძემდე ვერ მივედით მეთქი ეს აგერი დაწერა იმედი რო ეთქვა ეხა აბა ეს ვინ არისო აი ყიფოზე აი მე თქვენ გაჩვენებს ნუ მაგრამ სხვა შანსი არ ქონდა რო არა და ნუ ახლა არაფერი აღარ უთქვია ყიფიას იქა სხვა შანსი არ ხო აუ იმან რა ქვია შოთა მანახა დიმა ტელეფონით გამოუგზავნეს იტალიურად გადათარგმნილი იყო ისა ნეაპოლში ვაჩვენეს ფეოლა ფეოლა ხო ეგ არის იტალიური ხო იტალიელებისთვის ხო ხვდები ფეოლა რა არის ანუ ბიჭო კან ორგანული მიღებული შეიძლება ითქვას ეს ჩვენიაო კაცო რახან წულაძის არ არისო იქ რახან ნეაპოლში მიდი ვარე მე მაგ თემაზეც იმას ვქნათ ეხა ამ კვარას ამბავზე რა ეხა კვარა ხო არის ისეთი ტიპი რომელსაც ყველას უნდა რომ უყუროს ყველა ეგეთი დღევანდელ ფეხბურთში რაც შეათობა არის რა და აი მაგაზეც რას ფიქრობ რო გადავიდა არა აი სიტუაცია თითქოს ადგილი ვერ უპოვო ყველგანათამა მე გუშინ ვიძახდი კარში დააყენებს ლამის მეთქი რა უკვე ეგ არის ჩემი აზრით ყველაზე კარგი ეხა ამ შემთხვევაში რომ აი მიხიჩას რაც ჭირდა რომ სულ უნდა რომ იგროკი ყავდეს ავერი მიხიჩ ლუის ენრიკეს გადარებს არა ეგრეა იმიტომ რომ ვინ ჩემ ფეხებია ლუის ენრიკე კვარაცხელიას პოზიცია ხო უნდა ვთქვათ რომ ესეთი კონკურენცია არც ერთ კონჩი კვარას არ ქონია ისენ როგორ გამოფხიზდნენ ყველა ბიჭო ფაქტია იმიტომ რომ რამდენადაც არ უნდა ნეაპოლში ეხა ძალიან მაგარი ნეაპოლში კვარას პოზიციაზე იქით არ ვიძახი. არავინ არ იყო, აქეთ არ იყო ისეთი ალბანელი თუ რაგვარი იყო. ელმასი მაკედონია. ხო, არ არის ეხა ელმასი კვარას ნახევრის ნახევარი არ არის. და იქით კიდე ის იყო ირვინგ ლოსანო რა. არა. ეხა არ ყავდა არა მართალია არ იყო თვითონ. კვარა და ოსიმენი არ იყო კვარას კონკრეტულად. ავის ეხა მაგიტომაც იყო რომ რუსეთში და სადაც თამაშობდა არ დინამოში მსგავსი არავინ არ ყოლი. დღეს ამ კონკურენციაში სადაც ყველა პოზიცია დებელია და ყველა მიცის და ნუ თან სასწავლო სეზონსაც არის ხო? რამდენი დაარტყა ყველა. დუბლზე ნაკლები არ გაუტანია ხუთივე პოზიციაზე დააყენა თავდასხმელში. არა, კვარას რო უნდა რომ არ მოიკლოს. კვარა რო უნდა რომ
მე რო გადავიდა ვთქვი ესეთი რამე იმის ნახევრის ნახევარი ყისმათი კონდეს კვარას რაც ქონა ანუ ყისმათი რას ნიშნავს ყველა შენი ჩასწრებული მისწრებული დამატებული რო შევიდა იქ კი აი ხა ის მომენტი ერთი პირველი თუ მეორე თამაში რასტრელზე რო ბარცელონა ეგრო შეერდო უკვე 2 გოლი აქვს 3 ასისტი და იმათმა ეგ მომენტი რო გაიტანეს და დასცინოდნენ ეს ჩათლახები აი ნიაპოლი აქ ეხა ყველა ეგეთი გაიტანეს და ყველა რაკურსი დაჩვენებდა ბოლო თამაში იმარო მესამე თუ მეორე გოლს რო აგდებს კარგად რო გაისვა და მეკარემ რო ხო ნუ ეხა ეგეთი რო შევიდეს 3-ში 1 უკვე კაია 4-ში 1-იც რო შევიდეს რო ეძებს უკვე ამის პოზიციას რომ არ მოიკლოს კვარა მინდორზე მარტო ეხა ვერ ვიტყვი რომ მარტო ფულის გამოვა ეგა რომ ახლა ყველა ხო არ გადავიხადე არა ეძებს რომ ჯერ ესეთი კონდეს თან ფუფუნება აქვს მაგისი რა მესმის ეხა კვარა ეხა ბოლო თამაში ცენტრალ და ფორვარდზე ხო ათამაშა ანუ ეხა ცოტა დისკომფორტია ისე როგორც მაგრამ მაგაშიც რო ახლა 70 წუთი ათამაშა იქა ხო ცვლის სამივე პოზიციაზე გადასა მე ვფიქრობ რომ კარგი სტარტი და აი ეს 11 გლიჯოთ აუ კი უეჭველი არჩის 11 მაგარი საინტერესოა ვინც გინდა ვაფშე ყველა დროის ჩვენი ყველა დროის ჩვენი არა ჩვენი გადაიკიდობი და ესე არა გადაიკიდე ხო იცი როგორ არის აი ყველას მე სულ ყოველთვის უსმენდი ხოლმე თქვა საშას ვოვას ხურცილავას ну ხა ყიფომის შეათათ იცოდა ხოლმე რა არავიზე საშა მიცის ეხა შენიც ვოვასაც ვერ აკეთებ ხო მიხიჩა ნუ გიждდება თქვა თავის აი ესე არა ჩვენც ეხა გიждები რა ხა ჯამარაულს იქით მგონია რომ ხა რომ აი ვიღაცა რომ ეკითხე მაგათ მამაჩემისთვის რომ მიკითხავს ჩვენი ჩიმაკაძესთვის მიკითხავს ხო არის სიჭინავაზე იძახიან რომ ნუ რა წარჟორა სიჭინაო წარმოუდგენე მამაჩემა მითხრა რომ მე მაგალითად ჯამარა მირჩევდი ხო იმიტომ რომ ჟორას ბურთს ვერ გამოვართმევდი, მაგრამ ნუ 2 გოლს არ გოლს კარში არ და ხო, ნუ ეგ ახლა 1-ზე არ იქნება გასაგებია. ჯამარასნაირი ფეხბურთელი, აი ეგეთი პრიატნი, ესეთი შეგძნე, ესეთი შეგძნე, ხა ვიღაცას უნდა რომ თქვა გამოიქცეს და მე თავით პატკატი გაიხა, ყველას თავით პატკატი არ შეუულია, ხო? ყველა განგავა ვერ იქნება. აი არ მინდა ეგა გავაკეთოთ ვაფშე ზოგადად. ხო და ამიტომ აი ამ თაობათა ერთადერთი ვინც შემილია თქვა მარტივად რომ ჩვენ ნაკრებში მოხდებოდა მარტივად არის მეკარეებს ძალიან დიდი შანსი ექნებოდა რომ ჩვენთან ერთი დონის მეკარეები იყვნენ თითქმის ყველა იმან ვინც აი თქვა ჩვენი თაობის და ესეთი ნახტომი როგორიც თქვა ლორიას ქონა თითქმიანი და ნუ მერე გიორგის რა თქმა უნდა არ იყო ეგეთი ყველა ერთი დონის მეკარე იყო და იცვლებოდნენ ეგ მარტივი იქნა. ხა კვარა ძირითადად ხა წარმოიდგინე კვარა რო ყოფილიყო ჩვენ დრო სად უნდა ეთამაშა. კეცბაიას ადგილი იყო ის. სადაც ხო ანუ კეცბა თამაშობდა. მაგას არა პეზელის სანდრესია. ხო, მაგრამ კეცბას უფრო მოუძებნიდი თქვა მეორე ხო. გიო თამაშია. ხო, 10 ნომერზეც მეორე თავდასხმასაც გიო თამაშობდა. ახლა როგორ არ უნდა ითამაშოს კვარამ. ფორვარდად ვერ მოხდებოდა ეხლა. ფორვარდად ვერ მოხდებოდა. არა, იმიტომ კი არა. ვერც ყიზილას ვერ აჯობებ. ყიზილა ძალიან ცოტა ნაკრებში. ყიზილასნაირი ფეხბურთელი. ყიზილა ეხლა ვერ მარციც ის ეხლა ვინც ბავშვები გვიყურებენ და ყიზილა მაგარი იყო ძალიან. თავდასხმაში ბევრი ნათამაში, იმიტომ რომ როცა ჩვენ შემოვემატეთ რა, ჩვენ ვერ მე კიდე მომიძებნიდი ცოტა მარცხენა, ცოტა უკინა, ცოტა მაგარიო. რეზი თამაშობდა მარჯვენა გარემარს, მარცხენა გარე, რასად რეზის გარე, სად გარემარბი და სად. აი ეხლა ასე ვერ მოხდებოდა იქა? სად? ხვიჩა? სადა? მანდა. არა, მოხდებოდა თქო, მაგრამ კონკურენცია ხო ხვიჩას რომ მოგეძებნა, ან მოგეძებნა მეორე თავდასხმის 10 ნომრად. თამაშობდა კინკლაძე და თამაშობდა კეცბაია. კინკლაძე მე აზე არ არის. არა, რას გეუბნები მე? ხო, ნუ ვიღაცას გიოურჩევნია, ვიღაცას შენ როგორ ცხუბა ისი უყურეთ გადაცემას? რა დააკელებ? რა დავაკელებ? ვაფშე ფერ დამეკლეო ცხუბი დაგვიწყო. 35 წლამდე ითამაშა. ბიჭო, ცხუბი და არა, თვითონ რაღაცეებს თქო რა. ეხლა ასე თქვენი წიგში არ წერია, აი მისი რა ქვია, ესე 2 წელს გააქნევდა და მე გეტყვი რა და მაგარი იმაზე მეტი არ ხარ რა შეეძლო. ო, მესი იყო. გალევა მაგან არ იცოდა და ის გამეკთევება და აბა გონია სანმე დადიოდა და ცეკვა. მე ვიძახი რომ მესის დონის რავი ხა მე ხო ნუ შეეძო რომ ბევრი ხო და აი მაგალითად ყველაზე მარტივად დაცვაში ძალიან რთული აი მარჯვენა დამცველი შეიძლებოდა ხა მიდი ამოვაგდე ხიზანიშვილი, კალაძე, ამისულაშვილი მიდი ამოვაგდე
არა, ბიჭო, ვინ ამბობს მაგას კაცო, არა. აბა ვინ რომელი? ხა ვიღაცა ზომავს რა. არ გვინდა, ქართველებს თქვენ, აი მოგმები. არავის არ ვიცი ხა, როგორ შეიძლება რომ თქვა კიტეიშვილი როგორ თამაშობს და რატო არ დალიე? კაცი და ცხელი გინდა? ჩაკვე როგორც თამაშობს, როგორ შეიძლება რომ არა. ხა ავა გინდა? არა. ირლანდიური? არ მინდა, არა. ცოტა ვისკით რაღაც. დაცვაზე გამახსენა. ანკონის თამაშის ეს არის ვიდეო ვნახე და გრაფიკა გამოდის რა ესე. ნემსაძე წერია მარჯვენა ფრთაზე. ყოფილა რომ ნემსა თამაშო, ეხა მე ვთვლი რომ ნემსაძე ძალიან მაგარი ფეხა. აი ბალაკის დონის ჩემი აი რომ მე მახსენდება ნემსო იყო ბალაკის დონე. აი გერმანიაში რო დაბადებული იყო. ოლიჩი რა არის გამახსენდა. რა გიქნეს მაგას. ჯაგაო და გაიტანდა გოლს. და გაიტანდა. გაზაევი იყო რა. ბიჭო, ვიცი რა ოლიჩი რა. ცუდი ფეხბურთელი იყო. თუ იმაზე ვლაპარაკოთ ბაიერ მიუნხენში ნათამაშებ თავდასხმაში, ოლიჩი ყველაზე მაგრებში ყველაზე შენ რამდენი ჯაგას დაუძახებდი მეორე დღეს ბუნდესლიგაში გოლი გახდა. ხო ვიძახდი რომ გოლს ვერ აგდებს მეთქი კი არ ვიძახდი. რო შეხედავდი ესთეტიკა ნოლი ქონდა. ცოტა ჯაგა ფეხბურთელია თქო მაგას ვიძახდი თო. ოტორი ვერიტას ხო არ ამბობდი. მოდი არ შენა მე რაღაცას რო ვიტყვი. აბა ერთი შენახარ მე. შენ თავს ხო არ ვადარებ ვიძახ. ეგ აიცია. ეხლა ვეძებდი მინდოდა ჩვენი გადაცემის ფრაგმენტების პოვნა. საერთოდ არ სადარდებს რა მაშინდელის. მაგრამ არის რაღაც თემები გახსნილი. და შევედი მეთქი ევსტერდე ნეტა მეთქი რომელი წელი. რატო რუსთავს რაღაც არა. იქ ეკრება დარკეში მაგრამ არ მოძლებენ. უნდა ვცადე. მოიყო. შენ ეთყობა იქიდან ეს. აიცი. და ის ევსტერდე ბიჭო. ცუდ რაღაცებს. აი მაშინდელი დროც, მაშინაში. საწერს. არა, აი რაღაც. მოდი ერთი რამე. აი რა ვიღაცა ხალხი ფეხბურთის ცოდნა გონიათ 11 პენალი აუტი კუთხვი. პენალი კაია. წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება რომ სპეციალისტი როგორიც არიან, თქვა ცნობილი სპეციალისტ ცნელები. აძლევდე 20, 25, 23, 15 მილიონს და არ ერქვა, ესე იგი, თუ ეგრო იყოს ჩოულებრივი ამბავი, მაშინ კი არ მიცემდნენ 25 მილიონს. ანუ ჩოულებრივი არქსა და მცოდნესა და არის ის ხალხმა რას ნიშნავს. და რაღაცა უკვე რეზიუმე რო მოხდება, უკვე რომ მორჩება რეზიუმეს რო უკეთებენ, მე ამბობენ რომ ესე ექნა. და იმავე წინასწარ. აი მაგალითად შოთის ქონია ესეთი ძირითადად პრესკონფერენციებზე ხდება შეკითხვები, ხო? რომ ჟურნალისტი გეკითხება, ანუ ჟურნალისტი ძირითადად, მაგრამ ამ ჟურნალისტაც ყველა ჟურნალისტო ფეხბურთი კი არ იცის. კითხვის დასმა იცის, იქ შეიძლება იყოს, მაგრამ არ იცის ეხლა რა, როგორ შეიძლება რომ იცოდეს და რა ხდება იმის უკან კიდე ისიც არ იცის. ყოფილა შემთხვევა, რომ აი თქვათ უთქვიათ შოთისთვის, ანუ მე ძირითადად ხა რატო ყვები რა შოთის ჩვენ ცნელების ისტორიას. აი ეკითხება მანჩესტერ იუნაიტედში, ხა ინგლისურთო მითვლება, რომ ინგლისის პრესა, ინგლისის საფეხბურთო სპორტული ჟურნალისტიკა მაღალ დონეზე, მაგრამ არიან ხა ისე თუ სამი ის გააკეთა, რა ქვია, შეცვლა. მაშინ ჯერ კიდე სამი შეცვლა იყო რა. აქედან ორი გოლი შეაგდო. ერთ-ერთ ფეხი დაუცდა, ნუ შეეშალა დააბრუნა. იქ ჩაუჭრეს და გოლი შეაგდო. აპელირებს ჟურნალისტი ამ შეცდომაზე, რომ შენ ჩემპიონშიპში რო იყო მაგას. ხო, არა, ვანგალის მანჩესტერ იუნაიტედში. ეკითხება, ანუ ყველაზე ასე ვთქვათ, მაღალი დონის სტატუსში პრემიერ ლიგა, ანუ როგორც მცოდნე მწვრთნელი და მანჩესტერ იუნაიტედი და ნუ შესაბამისად ეხა იქ ოროსანი არ უნდა იყოს, ხო, ამდენი ხნის გამოცდილი, ალბათ ჟურნალისტი ეკითხება, რომ თuliო რომ შეგეშალაო ამ კაცი შეყვანაო რა, ანუ არ უნდა შეგეყვანაო რა, იმიტომ რომ ვინცა იქაო ჩაჭრეუჭე და გოლის. ეს ეკითხება, ნუ ესე ცოტა უხეშად რომ ჭემის გადანგრეულო, სამი ის გავაკეთეო, შეცვლო. ორი შევიდა და ორივემ გოლი რაღა ამას მე ის რატო არ მეკითხები რომ გამოვიცანიო რა, ანუ ხო ხტები, შენ წარმოიდგინე ის ორი რო არ შესულიყო და ახლა შეკყავს, ფიქრობ ხო რომ მოდი ეგრე ნეგატივი რა, ხო? ეგ მაგას ვერ გამოიწვია. ეს მას რო კითხა იქ ვიღაც ჯიგარმა, საფრანგეთს რო ვერ მოვი, გადადგებიო ეხლა ო საფრანგეთში. არა, მე ყველაზე კაი მაგდე მინაშვილთან დიდი მინაშვილს და რათოს მიყავს ძალიან ბევრი ჟურნალისტი შეკრებილი, არა, ის არა, კიდე ბევრი იყო ეგეთი. ერთი სამი ჟურნალისტი ჩვენ, ნუ ყველასთვის და ჩვენთვის ნაცნობი ეკითხებია, რომ აი შენ რაც ვქი, რომ აი სამწუხარო ჩოთას მერე არ მოიძებნა ცენტრფორვარდი, არ მოიძებნა ცენტრფორვარდი, არა ყავს ცენტრფორვარდი, არა ყავს ესეთი გამოკვეთილი ლიდერი ცენტრ არ არის და ერთ-ერთი აი ამ უკვე ეს თემა რო ძალიან აქტიურად მუსირებს რომ
თავდასხმელი არ აყავს საქართველოს ისეთი გამოკვეთილი ერთ-ერთი ჟურნალისტი იქვე ეკითხება ხო არ გიცდიაო 4-4-2-ის თამაშიო და 2 თავდასხმელითო რა და ერთი არა ვხავს ეს უნდა შეჭება 1-40 წუთია მელაპარაკებით რომ ერთი ვერ ვიპოვეო და 2 საერთოდ ხო ხდები ეხა ისიც განაი ჟურნალისტმა შეიძლება ითქოს მაინც ცოტა უფრო დაცვითი მიმართულებით ცოტა კი არა მოშნახა ხო და აი ეს საფუძველზე ეკითხება რომ იქნება 2 თავდასხმელი ან მეტი შემტევი ყავდეს და მაშინ კი გავთავდი კინაღა მაგრამ ეს ყველაზე მაგრამ ახსოვს რა რო გამიგება ეს ანეკდოტი რომ მოუღევი მე თამადაზე კანწი რო ეჭირა არა მახსოვს მიკროფონი ხელში მიცეს მეთქი გადაცემის წინ უყვევი რა ის ნობილი გადაცემა რო გოგუაზე რო გაჭედა და მე რო მაგინა ლამის და ეს მიკროფონი ეჭირა მეთქი და ის გაუკეთეს თქო რა კანწი და აკოიო და დააფარა მიკროფონ კანწზე მის მაგირა და ეს მოუყევი მოუკტა სიცილი და შუა გადაცემაში მე ვთხარ მედი ბარე მე შენ გონია არ ვიცოდი რომ კითხავდი შენ არ გიცნობ და შეუბერა და ბოლოს უსე მოტრიალდა და ესე გამიგეთა და მეორე დღეს წერენ ობოლაძეს ესე გაუკეთაო აგინა და მე ვთხარ ეხა გამოვიდა თქვი რომ ანეკდოტი მოგიხევი მე ხო ეს მაინც გაეკეთები აუ ისე არა თემურა გრიჯა ეხა როგორ მინდოდა მოზერველის ვარიანტი მაგრამ რაღაცა გერმანელი წაიყვანეს და მაგის ინტერვიუ ნახე და გული დაამწყდა რა აი ანუ პასპორტი რომ ქონოდა ამ ქვეყნის იმ ხები ანუ იმით კი არ ამბობ რომ თავის ქვეყნის პასპორტი არ უნდა კაცო მაგრამ უფრო არის ხო ეგ თემები რა ჩვენ დროს ძალიან აქტუალური იყო იმიტომ რომ ვერ მიდიოდი ვერს აუ ეს ხელის ეკიჭაში ხვდა ქუჩაშოთა რო იქ იყო რა თურქეთში და აუ ისეთი ნერვი მოშილი და ისე ემოციურად იყო რომ აი ის არა ძალიან ძნელია ხო იქ დაკვიდრებას არა როგორ უყარ ხართ ბიჭო იმაში თურქეთში გიждდებიან ხო დღეს იძახი თუ საერთოდ არა აი მაშინ რომ თურქეთში ხო იყო კაცო იმაში თურქეთი ძალიან რთული ქვეყანაა აი ამ ხეთო რომ ძალიან აი მაურინიოს ეხა ყველა ინტერვიუ იწყება ერთი რამე მე ეგეთი რამე არ მინახე ფენერბახჩეშია ხო რეალ მადრიდია ფენერბახჩე არავის არ ეგონოს რომ ერთი წამით ანუ ამ 80 მილიონიანი ქვეყნის რეალ მადრიდი ყველა დონეზე აი რომელიმე რო კითხო ფენერბახჩეზე დიდი არაფერი არ არსებობს. აი როგორი რეალიც არის ესპანეთში. ეს არც სამეფო ქვია, არც აი ეგ არის. მთელი ქვეყანაა ფენერბახჩე რა. ეს აი როგორი რამე, რატო არის რთული? შენ რომ კომენტატორი ხარ დაუშვა და მიყავ და რაღაცა წამოხსა არასწორი ფენერბახჩეზე. ხვალ მიკიწევს ქუჩაში გამოსვლა, შეიძლება მოხვიდი აგ ირლანდიურ პაბში და ამაში ჩაგიფსა. თორე ის ფენერბახჩეს გულშემატკივარია შენი არ მოი ხვალ მიხვალ სავანტყოფოში მოიცა შენ ის არა ხარ გუში რომ დაგაკაჩავები რა მარილი ჩაგაყაროს ყურში ხვალ ოპერაცია დაგჭირდება იმ პოლიცია გაგაჩერებს გეტყვი მოიცა აი ამ დონეზია წარმოიდგინე აი არ გვინდა მაშინ და არ გვინდა თურქეთი ფიქრობს რომ აქ მე ეხა წინა პირიქით რომ დაუშვინო ხო რომ მე ეს ქუჩაში გავალ ეხი არსებობს რა გამხდება თორე ნუ 20 მილიონი გულშემატკივარი ყავს წარმოიდგინე დაბლედვაა ეგ რა უნდა მაურინიო რომ მიდიოდა უკვე გადაწყვეტილი იყო შოთის შეხვდა პორტუგალიაში რა რაღაცა გამოფენაზე რა და ნუ გამოელა შოთის ქონდა მანამდე შეხება და რაღაცა ფენერბახჩე აკეთიკი და ნუ ხა უთხრა რომ რეალ მადრიდიო მაგრამ განსხვავება არისო რა ძალიან ეხა ყובה იმ შოთის ალბათ ახსოვს რაღაცები რაც შოთი მოთ თამაშის წინო ჩხუბი არ გამიგიო ანუ თამაშის მეხუთე წუთზე რომ იმან არასწორად აუბრტინა ამან რაღაცა ისწროლა იქ ფეხბურთელებს შორის მოხდა ჩხუბი ამ დროს ვარი ჩაირთო მიხვედი ვერ ნახე ვერ და თამაშის მერე გამიგიაო ნახევარ ტაიმში გამიგიაო ყველაფერი გამიგიაო მაგრამ თამაშის წინ ჯერ არ მომხდარა არაფერი ესენი უკვე ხოცავენ ერთმანეთს ეგეთი რამე არ გამიგიაო რომ თამაში არ დაწყებულაო არავის არაფერი არ გაუფუჭება და ჯოზეს რო გააკვირებ უკვე ხო ეგეც ხო ეგ არ უნებს ეხა მაგათ ფეხბურთს მაინც დონეზე აგრა უნებს მესამე წელია ამთავრებს ერთი გუნდით ნაკლებ ჩემპიონატს ანუ ყველა გაბრაზებული პრეზიდენტი იძახის პირველ ტაიმში გამოდი კაცო აღარ ვაგზელებ აჩი თავის თამაშია და არ ვითამაშებ თაში ხო არა ეგრე შიშით ის საჯი კომენტატორი ვერ ამბობს საჯი ვერ მე რა ხდება აი ყურე წრეზე დადიან რა დაუშვათ შენ დღეს ფენერბახჩეს საერთო პენალი გაუდეს დაუშვათ შარშან დაარტყა 28 პენალი ფენერბახჩე სეზონში ხო 102 ქულა აიღო და ჩემპიონი ვერ გახდა 104 აიღო იმან გალათასარაი წარმოვიდი ხა 102 ქულას რო აიღო ჩემპიონი ვერ გახდა ხო და ესე იგი მე რო გუში შემეშალა აი მეგონა და დავდევი
ხვალ გააცარა ეს თამაში მოდის. ეხლა ესე იგი მე რო ეს გამოვასწორო. ესე იგი მოდი ერთი ზახოდი ამასაც გაუსწორო. სალაპარაკო მე აგე იმას მიეცი და მე მოდის ბეშიქტაშის თამაში. ეხლა ამ ორს თუ გაუსწორე, გადაუგებე. ეხლა მოდის ტრაბზონი. ტრაბზონი არის ერთი გუნდი, რომელიც ეჭიდავება 4-ს. 5-ს უკვე სტამბოლის გუნდებს, ნუ ძირითადად ამ 3-ს და 8-ჯერ არის ჩემპიონი, ნუ ეგეთი იშვიათი შემთხვევა, რომელიც ვერ იტანს როგორც ყოველთვის დიდ ქალაქს, ნუ კაი გაგებით, რა თქმა უნდა და ვიფიქრობს, რომ მთელი ქვეყანა არის ამის წინააღმდეგ, როგორც ნეაპოლი, რა. მოწ ეხა ნეაპოლი რო 10-ჯერ იყოს იტალიის ჩემპიონი და არა 3-ჯერ რა, ხო ხდები და ეხა ებძვის რომს, ებძვის იმას რა ქვია მილანს, ებძვის იუვენტუსს და ლაციოს და ყველას ეგრია რა, ინტერი და რა. და ეს განწყობა ხო და ეხა ეს მოყურებს ერთი გვენალი მეორე მე ეხა და ამას უწევ ესე იგი ამასაც უნდა გაუსწორო, იმიტომ რომ ესენი გაცილებით უფრო აგრესიულები არიან ამ ყველაფერს. ხო და რამდენს უნდა უსწორო ეხა წავედი. შეხავს როდის უნდა გაუსწორო. და ყველა ტურში ხდება ამ ყველაფრის შესწორ გამოს მის მილამაზე. ეს ძალიან ცუდი ყოფილა მაშინ მაგ ჩემპიონატში. საბოლოო ჯამია ძნელია. და მე როგორი განწყობა აქვს, იცი, მაგალითად ემრე რომელიც ფენერბახჩელია, მუშაობს დაუშვათ ანკარაგუჯუში. ან არდა რომელიც ახლა მუშაობს ერთ-ერთ გუნდში ტურანი ხო გალათასარაელია, თავი იმათი ვის არის აიქან. ხო და უცებ ახლა ეს ანკარაგუჯუ ეთამაშება ფენერბახჩეს. მე უცნელი ვარ, ჩემი გუნდის, კი ვარ ფენერბახჩელი და მთელი, მაგრამ და დაუშვათ გამოგლიჭე გუნდში. ეს ახლა ჩემპიონი არ გახდა შენი ოჯახი და გადაგთელავს რომ აი რა გინდოდა ეკულა ხო აი რას მართმე შენ მე ჩემპიონი შენ ახლა მე-7-ზე იქები 37-ზე თუ მე-18-ზე მაგის დარდი სადამა ანუ და ახლა შენ თულიან ტრათ რომ მე გუნჩი მუშაობ ბიჭო თუ რა ტრენერი მაგრამ ასე ეთქვი ახლა რომ ფენერბახჩე შეიძლება გულის სიღრმეში ისე მაინდა არ გამოვხატო ესენი არ გავაკეთო არ გავიხარო ერთხელ შოთი ამით კაისერი თუ ეთამაშები ტრაბზონს ახალი დაწყებულია ხა პირველი წელია და ტრაბზონში გვაქვს თამაში და ხო მაგარი მიღება იყო კაცო მე არა ხო და რას გეუბნები ჯერ კაისერში გვაქვს თამაში და შევაგდეთ პირველი გოლი ჩვენ და შოთის ედო რაღაცა ეს ამაღლებულზე ფეხი რაღაცაზე ესე უყურებდა და ბრახ და გოლი გავიდა რა და მე 25 თუ 60 მე არ მახსოვს მეორე ტაიმი იყო 65 წუთზე იყო და აი სანამ შოთიმ ასე ვთქვათ რეაქცია გააკეთა გოლზე სიხარულის პირველი აზრი რაც მომივიდაო თავშიო რომ ნეტა რას შეცვლისო ისო ეხა რახან ბოლო 10-20 წუთი დარჩა ვის გაიყვანს ვინ გამო და მაგაზე დავიწყე ფიქრიო და არ გამოვხატე ემოციაო სიხარული და გადაუარა არა პირიქით ანუ ტრაბზონელებმა თორე გავიქცეოდი მუხლებზე გავსვინავდე ვაფშე არ მახსოვდაო რომ ეგა მე მაგერზე წავედიო და აღმოჩნდა მე ვარმა ვარი არისო ბოდიშვილი საჯმა გააუქმა ეგ გოლი მაგრამ ჩემი ემოცია გამოხატვის რო არ შეახო ხელიც არა უწევიაო რა მაგარიაო ჩვენიაო რა ამათმა აქეთ რეზე ფიქრობ მესვისო ფეხბურთელი შვება ესე რა ამათმა არ იმას ვქნეს რატო არა ნუ რახან გაუქმდა დიდი ეს არ ქონია მაგრამ და მეკარე ჩვენი მეკარე ანუ ტრაბზონელია იბო მეკარების მწვნელი იბრაიმის სადაც პახტაკოში ერთად იყო სადაც კი შოთი მიდის მეკარების მწვნელი არის იბრაიმი ჩვენ რო ტრაბზონში თამაშობდი ახალგაზრდა მეკარე იყო კოშკა რა ჩვენ ხო კოშკა ჩვენი კოშკა და შოთიმ რო ესე ის ნაღონს ნაღდი ტრაბზონელია ჩვენ ხო თბილისელები ვარ ის ტრაბზონელია იქ დაკვდა იქ ითამაშა იქ მეკარეც იყო რაღაც და მე გახდა მეკარების მწვნელი აი ამ მომენტში როცა შოთი ესე დგას და აი ამ გოლს არ აღნიშნავს ეს გამოვარდა და ეს იაკეთებს რა ტრაბზონელიათო თუ იუმორო ანუ იუმორო არის მუშტი ნუ ამ მუშტს ხო შეკტენით ერთად და ზოგი შინაური ძმაკაცი მაგ მუშტს ხო აი ნუ მოვიდეთ 1000 მესიჯი რომ მაგ მუშტს განახებ შენ როცა მოყარა გაგიკეთებ ხო აი აუ ისა ტრაბზონზე შენ გიუნეშზე უნდა ვკითხო უეჭველი და გავაკეთებ რა მახსოვს ერთხელ მითხარი ბათუმის დინამოზე დაგირეკა ხო თამაშის წინ სავარაუდო მეტოქე იყო რა არა ეგეთი ხშირად ხდება ხა თურქული გუნდებს თუ ვეთამაშებით ჩვენ შენო და ეგრევე კი
გეკითხებიანი ხარ რაღაცას. ან ვეგუნებით რაღაცას, ან არ ვეუნებით. რა დასამალი გვაქვს. არა, ნუ აი რაღაცაო დღეს სიმართლე გითხრა, დიდათ არის ხა იმდენი ადრე უფრო იყო რა, ხა ვაისკაუტები და ეს. ჩვენ საკლუბო ფეხბურთში საკლუბო ფეხბურთში ჭირდება ფული. არა და ფული არ უშველს. განათლებაც მოვა. ჩემი აზრით ფული ჭირდება. ფული თუნდა იყიდო კაი ლეგიონერი, მაშინ და კარგად ახარჯო ფული. ფულს ახარჯვა ხო უნდა კარგად. პირველ რიგში ჭირდება ინფრასტრუქტურა მეტნაკლებად მოწესრიგებულია, მეორე ლიგა ცოტა მეტი. ამდენი წელი ველაპარაკოთ ეგ ყველაფერი. ასე იგი მე სულ ვთვლიდი რომ ჩვენი 3-4 სტადიონი დასამთავრებელია. ესე იგი მე ჩემი აზრით და ძალიან ხელს შეუწყობს თუ აი მალე ზუგდიდში, ხოშიც, რუსთავშიც რომელიც ძალიან საფეხბურთოა თამაშობდა სახლში. არა, ხო არაფერი ისე მიხედავს ზუგელი მაგას. რა კიო იძახი. რა მიხედავს ვერ დახარჯა 10 მილიონს სტადიონის გასაკეთებლად. თუ გინდა 4 მილიონს. მაშინ გუნდს უნდა მოა. ხო და როცა სახელმწიფოზე მდიდარი არავინ არ არის. ხო ზუგდიდში აშენებული სტადიონია აწი ეხა იძახონ რომ ცუდად გაკეთდა თუ. არაფერი აშენებულია დგას ეხა უნდა რაღაცა ცოტა იმაზე ბევრად ნაკლები რა სჭირდება. და სამეგრელოში ერთი კაი სტადიონი კარგი იქნებოდა. არა, ფოთიც როგორ არ უნდა თამაშობდეს სახლში, ნო ფოთის კოლხეთი. ბიჭო, არის სტადიონი ეხა ფოთში. თამაშობს, ჭიდორია. მერე ბალახის გამოსვლას აღარ უნდა. მე რა გამოცვალოს. მერე გამოცვალონ ეხა სპორტია, თო რა. მაგრამ ეხა სპორტი და მორტი არ ვიყავი პლეიოფი ხო. დიმამ გამიშვა გადაღებაზე საგარეჯო ეს არ გინდა დიმამ გამიშვა. თელავში მაგარი რაგბი სტადიონებზე დაჭერდა და დიმამ გამიშვა გადაღებაზე. გურეშინია ეხლა გამახსენდა შეგო. არა, ერთად ეხა შეხა კიდე და გაჩერებული ვარ. არა, იმიტომ რომ ბევრ მაგარი ესე ნუ აკეთებ, იმიტომ რომ გითახტახებს ესე. აუ, ძალიან ხმაური ყოფილას. შენ აჩე მეორე ჯერ მოსვლელი აქ. შენ ეხლა რო არისო ეგეთ საინტერესო ამბების მომყოლი და ისე იჯდე აქ ერთად გავაკეთებია. გავაკეთოთ კაი ხო? გავაკეთოთ თუ არ გინდა? თუ როგორ არ ვიდა კაცო? ყველა დროის საუკეთესო ერთმანეთი. ხო. მიდი როდა რა დაწერ შენ უკვე. არა, აჩი პელედან ვინც შენ გინდა? აი ესე დაწერე რა. აი რო კარგად გამოჩნდეს რომ გადავიდოთ მე. სამი დამცველი უნდა. შენ როგორ? არა, შენ სქემა გააკეთე რო არა, აქ ვერ დაეტევი. თავდასხმელი? მიწიე მოწიე როგორც წინები არიან ეხა. და მე ეხა შენ აბა იმას ხო არ ჩააბეტონებ უკან. არ ვიცი რო სქემა არა. ჯერ წელი დაიწყო, წელი დაიწყო, წელი ყველა დროს. მეკარე. კაი, მეკარე, ჰა. ბიჭო, იაშინის ფრაგმენტები ნახე. არა, დედას ფიცაო. ბიჭო, კი ეხა კი. არა, აი მე გეუნები ძო. ხო არა, აი სულ მიკვირდა, არა. იაშინო დაწერე. არა, მოიცადე ერთ. არა, მაგარი იყო. იაშინის ფრაგმენტები, ნახე, არ ვიცი საიდან ამოვარდა რა, ეხა მაგის მე იმ დროში თამაშობდა თანამედროვე მეკარეს სტილში. ბიჭო, მე ვერ წარმოვი, ეხა დი სტეფანოს ფრაგმენტებიც მაქვს ნანახი რა. არა, ხო, მაგრამ ალესილი კეპების ხარო გადავირიე, ხო, კი, მიდის ეს არილტაკი. ალესილი კეპების ხუდით გადასარევი მეკარე, ხო, ნუ აი ჯერ ხო ეს გორილას ხელები. მერე რო კითხულ არ გადამხტარაო იძახიანო და ეხა ვთვლი როგორ გამოდიოდა რო აი რატო თვლიან? ხო აი მართლა უნდა ვაღიარო. ხა თუ დაუშვათ უნდა პელე ვთქვა, სიტყვაზე ვიძახი, ხა იმიტომ რომ დღეს ხა იაშინი სადაკავსო ნანახი მეტყვიან, მაგრამ რა ვიგე, ჩემი აზრით ყველაზე კაი მეკარე თუ ვინმე ესე მერე მინახი, ბევრი მყავდა და მეგონა, მაგრამ ეხა იმის ბაიერ მიუნხენის მეკარე ნოიერიც ნუ ეხა ბუფონი გინდა მანდარი საარზე ვილაპარაკე დაუშვათ ხო იქ 1-5-6 მეკარეს იქ და ხო ნუ ან შენი ჯობია ან ჩემი ჯობია ან ცოტა მეტი სიმპათიები საერთოდ გადა ხო ნუ ახლა რთულია მე ბუფონი ვთქვა შენ ნოიერი თქვა და ნუ რომელი ჯობია გამოიცადა ნუ ყოველ შემთხვევაში არ მეწყინება ბუფონს არა ვერი ხო იქ რო ვიძახი მარადონას ვერ იძახი შენ სხვას და აქ რო ვიძახი ბუფონს შენ შეიძლება თქვა ნოიერი ან ნოიერს თუ ვიტყვი შენ ნუ ძირითადად ალბათ ერთი სამი კაცია ვინც დღევანდელი მონაცემები მაგრამ ხო და ესმის რომ ესე რო იშლებოდა იმაზე ერთიერთზე გასულ კაცს ვიტყვი კარს ფარავდა ბიჭო იმას რა ქვია ანუ პრასტრელსაც ვეძახი ხო გამწოლი თუ რაღაცა მაგის წაკითხვა ეხა მაშინ და თორე რენატა დასაევზე ეძახის საშა იძახთა რა რომ ის რომ მოდიოდაო ჩამოწოდებულიო
ჯერ გამოსული არ იყო ვეხსნებოდი. ხელით იცლებდა პას. პადაჩა მოდისო და ეს ვიციო რომ ეხლა დაიჭერსო და მე უკვე გავრბოდიო რომ ეს ბუჩი დაიჭე და მოეცაო. ეხლა ეს წარმოგიდგენ. რენატო მაგარი. აი, იაშინი დავწერო. დავიწყოთ. შენი გადაწყვეტილება ორიგინალური და მაგარი სწორი იაშინი წავიდა. არის აქ. სამი წელი. მალდინი ერთი უეჭველია. აწერე? სად არ ვიცი, იმიტომ რომ თუ აწერე შუაში ბატონო. ალბათ აქ მალდინი. თან სამი აგერა. მალდინი აქ. იაშინი, მალდინი წავედით. ეს მე უნდა აჩვენო კამერა. კი. ცოტა ლამაზად დავწერე. არა, კაცო, ამოვანოთ. კაცო, რა გინდა? შენ მაგაზე არის დარდო სურათები დამოვანოთ. ზოროსანი. აი, ალბათ მარცხნიდან მარჯვნიდან კაფუ. მილანი რა. და აქეთ, ალბათ რობერტო კარლოსი მარსელო ამორში ერთი უნდა ამოვირჩიო. კარლოსი მარსელო? კარლოსი კაცო, რა მარსელო. აი, ამიშორო გორიო ბრაზილია. კაი რა. კარლოსი იყო, ჩავაწყო. ან მარსელო გაჩუნდი ეცოთ შედავთავროთ 11 ძალიან. კარლოსი მარსელო უფრო ფეხბურთელია რა. ანუ შემოქმედებით თვისებები, ხო. და ანჟიშიც არ უთამაშია თან. საწყალი ანჟის მარტო ანჟი აქვს. ფენერბაჩეს თამაში. ეგ რო შეხვდა და ხელი ჩამომართვა მომამტრი. ესე შენ ხე წაიღე რომ მოკიდე? ხო, ეხა მაგალითად მე დავწერდი ზიდანს. იასნა, ზიდანი. ზიზუ? აუ მანდ იქნება ეხა სასწაული წინ. კრუიფი. მარადონა. შეგელა არ დაგეწერა. იცო? მესი. მინდა ერთი დარჩა? ორი დარჩა? არა, ბაცო. სამი დამჭა. აი, სუწენ ვის აბა? არა, ნუ ეხა პელეს ვერ გავექცევი და ერთი კაცი უნდა ავწიო რა წინ. მაშინ როგორ უნდა ვქნა, იცი რომ აი აქ უნდა დავწერო. მან ვიგიწერია, მარადონა გიწერია. ბრაზილიელი რონა. არა, ნუ მარადონას არ დავწერე. არა, ეგრე ხო, ნუ რა ვიცი. და იქიჭა. დონა. აქ დავწერ კიჭა რონალდო. ბრაზილიელი რონალდო. ხო. ჩიჩო რა. ფენომენო. კიჭა ეგ არის, კი ბატონო. ჯვარედინო. მაგარი 4. ეს არის პელე. ოპერაცია გაიგეთა იმ მატჩში. ეგ ვინ იყო? აქ მესი. ეგ არის და 6 და ერთი დამჭა. კი ბატონო. სად არის? აბა რომელი ერთი აი, მარჯვენა ფრთა. არა, ეს დამჭა. არა, ეს კიჭა. ეს კიჭა, ეს პელია. წაშალე. 12 გამოვიდეს. და 12, 1, 2, 3, 4, 5, 6. კომაროვი დავა. 11-ია უკვე. კომაროვი დავამთავრებ და 12. ეს მე 12. ხო. ხაწენი. ვინა? ეგ ისეთი. ნუ რონალდინიო მაშინ. ან რონალდო. კრისტუნა. მაშინ როგორ უნდა ვქნა, იცი? ალტერნატივა იყო ჯანჯა. და ზემოთ რონალდო. რამდენჯერ გადააკეთა? არა, ნუ პოზიციურად ეხა რომ რაღაცას გავდეს რა. ეხლა ამათ უცვლელი რო ყოფილიყავი, რას მოიგებდი? ვერაფერს. და აი აქ პორტუგალია. აქ ეხა ხო, ნუ ბაზარი არ არის მე რონალდო ალბათ ეხა ვერ გაიქცევი. ესე იგი იაშინი, კარლოსი, მალდინი, კაფუ, პორტუგალიელი. კი ბატონო. ზიდანი. აი ერთადერთი შეიძლება კითხვის ნიშანი დავსვა და მეორე რონალდინიო, ანუ ზიდანის მაგივრად. ხო, მაგრამ ზიდანი აი ნახე ორი კლასიკოსი ყავს და იყოს. ხო, ხა არც ამის ადგილი არ არის აქ, კრუიფის, ნახეთ, არც მარადონას ადგილი აქ არის, არც მესის ადგილი არ არის აქ, რა. მაგრამ ეს არის დიდარი დაფა. ხო, დიდარი დაფა გაკეთდა ფუტბოლით. ვინ შეიძლება რომ დაგაკლდეს, ეხა ნუ ესე თუ წავედი. კრისტიანო. არა, კრისტიანო დავწერე, რონალდინიო. რონალდ ისე პერიოდში. ანუ აი აქ ეხა შუაში არიან რა. ვინგერები ახლა ფიგუც არის, ისიც არის ახლა რაღაცები არის. ბრაზილიელები, არგენტინელები, ძალიან ბევრია იმ ეპოქის თან და რომელია რომ ამოაგდა. აუ ისე გადაცემის. აი ხო აი გული რო დაგწყდება ალბათ რონალდინიოა, ყველა ვარიანტი. კაი ეგრე ბევრია რა, ცირა ეხა რო გაუყვეთ რა. ეხა ბუსკეტსი, ნინიესტა. არა ეგრე რო ჩამოვწოდოთ, მაგრამ შენი გემოვნება და შენი გასაგებია მოკლედ რა. ხო მე ხა ესე ჩემი აზრით ეხა
თუ მაინდა-მაინც არის ხა კაფუს ადგილზე რამოსიც შეიძლება და ხა კარლოსი პოზიციურად შეიძლება მარჯვენა მერც კაფუნა არა მალდინი ალტერნატივაა აჩი ბოდი აი გადაცემის ბოლოს ეხლა აჯო ტოტი დელ პიერო არა ეგრე ეხლა იმიტომ ადგენთ რომ ვიღაცები დავწეროთ ახლა თუ ჩამოწერეთ აქ არა ამ სუფრაზე ვერ მოხდება მაგრამ როგორ არის აი ვიღაცები არიან ხელშეუხებელი კი არა ამ სუფრაზე რედონდო არა კაცო რედონდო ამ სუფრაზე არა სხვაგან ვიძახ აი სხვა დიდი ხო აი ყველაზე მეტად რონალდინიო დაჭდება გული რა არა გაზე კაცო მე რო შევიღოთ ვერე მაგ ყოველთვის მაინტერესებდა მავიწყდებოდა რამდენჯერაც შეხვდი რა რაულზე მითხარი შენი შეხედულება რა ხო ნუ რაულიც ეხა არის როგორ არა ანუ აი იმას რა უნდა რაული არის ვინ არის აი გეტყვი რაული არის ყველა დროის ყველაზე ერთ-ერთი მაგარი ფეხბურთელი ჯიგარი გაზბრომის სახე რა ლაპარაკე არა აი ესე უნდა აი ვინ არის რაული ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგრამ ყველა დროის და ეხა რო ვერსად ვერ ჩაატა აბა რა გიდე ხა ამ კამპოჩი გინდა გამორიცხულია ვერ ჩატენი რა ხა ზიდანი არ არის კრუიფი არ არის რონალდო არ არის რონალდინიო არ არის პელე არ არის გარინჩა არ არის მარადონა არ არის მესი არ არის რონალდო არ არის კიჭა რონალდო არ არის მოუთხან კარგი სტრაკი მაშინ აღარ კაცო აი კარგია სტრაკი არა ეს ძალით რო გინდა რა თქმევინო კაც რაღაც ეს აი ეს მოგეწონა როგორ არ არის მაგარი ძმაო აუ უფრო მეცველი შოთი მაგარი არა ბიჭო არ დაგილევია ბევრი რა დაგილევია რაული არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგარი ფეხბურთელი მეტი რა უნდა მოდი 10-ის გამომარჯოს დღევანდელ ჩვენს თეთრ ვალეთს უხდებოდაო და რაღაცები მივიდა ყველაფერს უხდებოდა როგორ არა ხა დი სტეფანოსაც ვერ წერ წარმოიდგინე არა მესმის ხო ეუსებიოს ვერ წერ ბეკენბაუერი არ ჩაუწერია ხა ბეკენბაუერი არის ხა აქ დასაწყისი ამ სუფრაზე არის აბა თავის ოჯახში დაწესებების სუფრაზე იქნება თამადას შეიძლება შენასაც იძახი აი აქ უნდა დაწერო მალდინი მარცხნიდან თორემ თამაშობდა და აქ დაწერო ბეკენბაუერი კი ბატონო რუიფ ბეკენბაუერი რა ვიცი ბეკენბაუერის ამის გემონება სხვა არის და შენი სხვა არის რა რაულ გარსია ბლანკო გევასება იმიტომ რომ ბეჭეც და სიმპათიური იყო რა რამოსზე მაგარი დამცველი მე არ ვიცი რამოსი პელეა კი რამოსი პელეა ბასტენის ნაირი მაგარი თავდასხმელი არ ვიცი მაგრამ ხო და დააწყნა რა ეხა დიმა მე ამ სუფრაზე ნუ გაგვიტრაკი ამ რაულით არა გეუბნება კაცი არაო ბიჭო დაანება დაანთარეთ მოდი ხო ჯიგა მოიცა საჩუკარი ჩვენ ჩადარი ხო მომაწოდე ლუკა მარკეჯანი დაღალეთ მეგორი კაი იყო რა არ აი შემო არჩივ დაჯექიდე ლაპარაკე ფერმე შეთვის საჩუკარი ჩვენი სპონსორი ჯიმშერი ქართული კაცო ვისკი ჯიმშერი რა აღამოს დაჯექი დაჯექი და კინკლაძე გითხრა მაგრამ მოეწონა ჩემ ინგლისელ მეგობრებს ხო მანამდე ძალეული ქონდა კინკლაძე გასინჯული ქონდა კი კაცო ვიცი მადლობა და კი ნამყოფი არა ქარხანაში ყოფილა ბიჭო ვერ ვიდეოც ვარ ეპიცები მართლა ყოფილა აი შეიძლება ტრაკი ვინ უშვებს რომელი ისა ჯიმშერი ხო და არა ვისი არ ვიცი თვითონ ჯიმშერია არა ვიცი არა ქართული პირველი ქართული ვისკი კაც ადგილმდებარეობა ვიყოფებით ირლანდიურ პაბში სადაც ფერმუტის ყურება არის მაგარი გადასარევად გვიმასპინძლობენ სიმშვიდე სიწყარე კაი გარემოა და რა ვთამარია ძალიან მაგარი სტუმარი ყავდა დღეს საჩიკო წარმატებები ძალიან წარმატებები ფონს თქვენ ფონს იმიტომ რომ ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ ამას არ გამოვტოვებდი ნახდაც და შეუბერეთ რა და შოთას ველოდებით რამე კარგუნში რა გვინდა რა შოთის აქ რაღაცა არა მაგას აც კითხე იმიტომ რომ ვიცი რომ არ გვეტყვი რა ირანიდან დაურეკეს რა და ძალიან მართლა კარგი საუკეთესო გუნდიდან რა და ისე რაღაც აქტიურად და ხო იცი ხა რომ ბულით რო გირეკავს ვიღაცა რაღაცა და ნუ თან ერთი ამბავი აი ცოტა ხნისწინ რო ირანში ერთი ამბავი იყო ეს მობილი შენ ონლაინ არის ონლაინ ხო არ არის ის იმედია მიხდა რომ ეხუმრებოდა ეხა აბა ეხა ისეთი ხდებაო ეხა მაგამოს მე მაგალითად ეხა რაღაცა მომენტში მან ირანი არ ვიცი მაგრამ აი არაბეთში კაი ფულის საშუალო და წასვლა საერთოდ არ ფიქრობ რომ ცუდი შეიძლება იყოს მე კაი ფულის შეგიერი არა ვიცი რა თან ეხა რო გითხრა ეხა ის არის იცი რა ორი მიმართულება გაქვს ან არის პრესტიჟულად მნიშვნელოვანი კარიერისთვის და არის მეორე ვარიანტი
თქვა ხელსაყრელობით ხო ფინანსური თვალსაზრისით წარმატებით ბუცებ და ვანგალი არის ხო სულ რაღაც ალბათ შოთისთან კონტაქტზე ხა როგორც წვრთნელობაზე ნუ აი ხა ნახა მაგალითად როცა რეალს ეთამაშენ ავხანაგურით ის რო იყო ლეგენდების თამაში იქ იყო და რა თქმა უნდა ხა იქ რა გოლი გაიტანა მაშ წინაზე იქ ლაზო ხო გადაობდა თვითონ მოქმედი არა მე ეგეთი რამე არ ვიცი ეგ როგორ გადახტა ბიჭო ჯერ დაცემის და მის არ შეეშინა დო საუდექიო რეზიდენტი გასამ კითხავ აღარ დაინგრა იქაურობა არა ვივართ მე და შოთიშვილი გიორგი რა და ერთი აი ჯერო ხო იცი ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი ჩვენ რომ ის გავაკეთეთ რა ქვია 20 წლის თავი კალცეისის დინამოში პრეზიდენტი იყო და ნუ ჩვენ ერთად გავაკეთეთ ეგ თამაში რა ჩამოვიყვანეთ ფინანსურათაც ჩვენ მივეხმარეთ მაშინ დინამოს ნუ ეზის რა და ყიფო იყო ნუ რამდენი წლის არ 48-ის ალბათ ნუ ხო ყიფიანს ეგ თამაში რო არ ეთამაშა ვის რა ჯანდაბა თუნდო და კალცეისი ჩაყვანა და ის რაღაც ხო და ნუ ხო ვაკეთებთ ამ გუნდს მაშინ მარტო ვიტალი არ იყო ცოცხალი რა და ნუ ვიტალიკას პატარას თხოვეთ რომ შენ სიმბოლურად დაემატები რაღაც აქეთ იქ და ნუ ყიფოს პირველი ხო მეთქი დავიდი ჩა მე ვერ ვითამაშე კიჟია და ხახეულები ვარ აბა საიდან მიდევდი და საიდან ის ჩამოვიყვანო და რა ჩარტერი და რა აირზენა და რა ისა და რა ვაივიში და ვარკვევთ ამ თან ახლა მაშინ სხვა არის WhatsApp-ი დამორეგე და მიწერე და ვარ ერთ ამბავში რომ აბა თვითვინავი აბა სტადიონი აბა ბილეთი აბა სასტუმრო რომელი წელი 2001 მიუმატე 2021 გამეჭირდა მაგრამ მიუმატე 2022 ომაროვიო თან და გამეჭირდა მაგ დროს ნელია თან ყველაფერი 2001-ია ვიკავე ის რომ შეიძლება ვერ ვითამაშოთ. მეთქი თუ მინდორზე თუ არ გამოხდა, გამიკია ყველაფრის ფასი. ანუ ეხლა ის თქმა მინდა რა რომ გავხდი ამ 48 წელს ახლა თან ყიფოსაც ფეხი ანუ ოპერაციები იქ რა ვიცი ახილებს გამწყდარი და გამოვიდა ეგ თამაში რა თქო და ერთ გზელ პასაკეთებს და გამოდის რა მინდორით ხო აი რაღაც 7-8 და როგორ მეწყინა იცი და მეორე დღეს მაჩვენებს რამსისკი აქ მუხლი და როგორი გამწყდარი აქ აი სუშავი ქონა ბარძაყის კუნთი აი სუჩაქცევა ქონა და შეეძლო ობიექტურად ხო იქ უკვე მახსოვს რომ მეთქი ბიჭო ესე როგორ უნდა დავჩირდეთ 48 და 50 წელს მე ხო მე გასაგებია ყველაფერი მткиვა და შოთიც აბა 2 ცალი ვოლტარენი და ავიგე მაგრამ იქ გადახტა ბიჭო და გითხრა და აქ თამაშზე ხო ნუ მაშინ იყო 50 წელს დაუშვა 2 წელი გავიდა არ გავიდა ხო და და გიო შოთიშვილი უსივა და ნუ ერთი დაკარგა იქ რა დაბარბაცებს მეორე დაკარგა იქით აგე და ეხა ყველა მე მიყურებს რა რა ეხლა მეთქი რა შეჩემა რა და უცებ რონალდოს იქ პასი და ოპა და გაფრინდა ფიჩო არა სასწაული გააკეთა შოულებრივ თამაშზე ხო მე ხა ადრე რომ დავამტარო 5 წელი ვიარე მე ცალკე მაგის თამაში შოულებრივ თამაში როგორც გამიხარდა ისე გაუხარდა არა ის აი ჩემპიონთა ლიგის თამაშზე რომ შეეგდო ისე გამეხარდა და ისე წამოხდით მე და თელი სტადიონი ეგრე წამოხდა დაინგრა ბიჭო სტადიონი ზუსტად ისეთივე შეგძნება მე ხო დავიწყე უკვე ეგრევე გაჩნდა ტელეფონში და უყრი ეხა ვიღაცებს და ვიღაცები მწერენი ხრუბეშა მწერსო ხოჩ ეს რომელი გოლია ხო ძველი ეგრე ეს რომ შეხედავდი არ გავდა იმას 20 კაციდან 15-მა მოგწერა რომ ეს გოლი არ ქონა ნანახი სად იყო მეთქი არა რა გუშინ სტადიონიდან უგზავნე სტადიონიდან 2 წუთში ვაგზავნე მე დავდე იმ წუთში ინსტაგრამზე და მეც წერდე რომ ეს როდინდელი რა გოლია არა ბიჭო ატმოსფერო და ტრიბუნა მაგ დროს ყველაფერი გავიწყდება ეხა და ვიფიქრე რომ სადღაც არ გამძურეს პაგრიშკა ეხა იცი რა გამახსენდა მეც ვარაშიმ რომ სეზონის დახურვაზე დინამოზე თამაში გავიკეთა ჩვენ ჟურნალისტები და შენ თამაშე მან კიდე ვითამაშე მე ამან ჩერეს ხო დავარ ამან გავატყია რა გავიდა კაცო და არა საჯებს ნეტასად ბიჭო იქნება ეგ გადაღია და მურთაზას მიყავდა ისა მიკროფონით მოვიდა ლაშამაც ითამაშა ბერი ყველა ჟურნალისტების გუნდი იყავდა ის მოვიდა დინამოზე საღამოს ვითამაშა ჩართული შუქები წვიმდა და მურთაზ მოვიდა ძნელია ფესო წააგეთო მე მიტრაკედა თქვენ რო გეუბნებითო წააგეო აი და წააგეთო
ვინ იღებდა? იქნება, რავი, არ ვიცი. არ მახსოვს, ხო კამერები იყო საერთოდ. არ მაგარი იყო. შენ რომ საცეცხლები ეგეც. ხო და ვინ იყო? 5-4 წავაგე. მანდეჩ ბიჭო მე არა, ჩვენები არა. ჩვენები, აუ არა ის არა, ანუ რიკარდონატაც. ლუბოშები. აუ ვერ დავათვალებ, ეხლა მარტა გათენდა ბიჭო. არა, უცებ კაცი. ეს ლაივი არ არის. არა, არაფერს არ წვი ჩვენ. არა, ჩვენ უშვი. შენ იქნება ყველაზე ხანგრძლივი და ყველაზე კარგი გადაცემა, რო იცოდე. უგემრებე რომ დიდი არ დააპატარა. აჩი წარმატებები. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები ყველას. თქვენ და რა ვიცი, ჩვენ და დავწყარდეთ, დავშვიდეთ, დავაგდეთ ერთმანეთს, მოეფერო და ვიყოთ ესე ვიცხოვროთ ჯობია რა. და ვიფიქროთ მარტო საქმეზე რა. მადლობა თქვენ გამოგვიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო. და ჩვენ გაგვიხარდება. გვიყურეთ ჩვენ და ასევე უყურეთ აჩის. აჩი იყო ჩვენი სტუმარი. წავედით მოკლედ, გემშვიდობებით, მადლობა დიდი.